პირველ რიგში, როგორც ყოველთვის დავწყოთ კითხვებით, რამე თუ გაინტერესებთ, რავი, ნებისმიერ კითხვა. გამარჯობა, მე მაქვს ერთი შეკითხვა. აბა. ამ აპლიკაციას რო ჩავთავ ჩვენ მაგისტვის გამარჯობა. სისტემა გამოყოფს ამ აპლიკაციისთვის ცალკე მეხსიერებას, ხო? და კი ბატონო. თუ threads ვიყენებთ, ეს thread-ი ცალკე ნაკადის გაშვებისთვის გამოიყენებს ამ აპლიკაციისთვის გამოყოფილი მეხსიერებას, რომ ეს ცალკე ნაკადი გაუშვას. ანუ შენ ამბობ, რომ როდესაც აპლიკაცია გამოყოფს, ანუ აპლიკაციისთვის გამოყოფს სისტემა მეხსიერებას, ნაკადიც შედის თუ არა მაგ მეხსიერებაში? აი thread-ი რო გავაკეთოთ, რა thread-ი ხო ახალ ნაკადს ქმნის და ეს ახალი ნაკადი რო გაუშვას, ამ აპლიკაციისთვის გამოყოფილი მეხსიერებას იყენებს? კი, და ანუ მან ნახე რა თემა არის, შენ რო აპლიკაცია გაშვებული გაქვს. აი ნახე, მაგან შეიძლება დაჟე გამოიწვიოს პროცესის სიკვდილი. ანუ ზოგადად სისტემაში მიდის არის ცნება, ქვია პროცესი რა. არის foreground პროცესი, background პროცესი, service პროცესი და მოგეთ ბევრი რაღაცა არის რა. ხო და აქვს თავისი პრიორიტეტიზაცია მაგ ყველაფერს. შენ რო აპლიკაცია გაქვს გაშვებული და მაგ აპლიკაციისთვის რომ მეხსიერება არის გამოყოფილი, თუ აპლიკაცია რომელიც გაშვებული გაქვს რა, ანუ ეხა იმ მომენტში გაშვებული გაქვს და უყურებ და ეკრანზე გიჩანს, ეგ არის, ასე ვთქვათ, foreground პროცესი და ეგ ისეთი პროცესია, რომელსაც სისტემა შეეცდება მაქსიმალურად რომ არ მოკლას რა. ხო და შენ რო გაქვს მოკლედ გახსნილი აპლიკაცია, ამ აპლიკაციისთვის გამოიყოფა ოპერატიული მეხსიერება. ანუ თუ დამოუკიდებელი გაქვს, აი რო ასკროლო რა, ან აი ის მომენტი რო არის რა, რომ შეგიძლია ყველა გახსნილი აპლიკაცია ნახო. და დიდხანს რო ასკროლავ ხვევიდან და გააჩერებ თითს, რომ ყველა აპლიკაციას გიჩვენებს. მოკლედ, ყველა მაგ აპლიკაციას უკავია ოპერატიული მეხსიერების ნაწილი, რა რაც ჭირდება და შენ რო ნაკადს უშვებ და ან რამე რაღაცა ცვლადს ქმნი, თუ აპლიკაციაში გაქვს რაღაცა ლისტი, პირდაპირ მილიონი ელემენტიანი, ხო? ეგ ყველაფერი მიდის ოპერაციულ მეხსიერებაში ინახება და ეს ოპერაციული მეხსიერების რაღაცა ნაწილი არის გამოყოფილი შენი აპლიკაციისთვის. ზუსტად ეგ იგივე ხდება ნაკადსაც რო ქმნი, მაგასაც ჭირდება რაღაცა ოპერატიული მეხსიერების გამოყოფა რა და პროცესორის რაღაცა ნაწილის ძალაც და რაღაცეები რა. ხო და საქმე იმაშია, რომ თუ შენი გაშვებული აპლიკაცია, მოკლედ დავიღოთ რაღაცა სუსტი მოწყობილობა თუ გაქვს და გაუშვებ აპლიკაციას, მაგას და ეს აპლიკაცია გამოიყენებს იმაზე მეტ ოპერატიულ მეხსიერებას ვიდრე შესაძლებელია, საერთოდ რომ ანუ გამოიყენოს რა, იმიტომ რომ დავუშვათ 2 აქვს მარტო გიგაბაიტი და შენ იყენებ 4 აპლიკაციაში ისეთ რაღაცები გიწერია რა. ანუ ეგ ძალიან ზღაპარა, ეხლა მაგნეტი იყენებ ეს აპლიკაცია, მაგრამ დავუშვათ. ხო და მოხდება ის რაღაცა, რომ აპლიკაცია მოკვდება რა შენი. იმიტომ რომ მეხსიერებას ნამეტანად ბევრს იყენებს და რეალურად მოწყობილობას მაგნეტის გაქაჩო არ შეუძლია. იგივე ხდება ხოლმე, აი დავუშვათ შენ თუ ბევრ აპლიკაციას გაუშვებ ერთდროულად რა, თუ აი სულ პირველად რაც გახსენი იმას დაუბრუნდები მე რა, დავუშვათ ჯერ გახსენი პირველი აპლიკაცია, რაღაც ასე მიყევი და გახსენი 10 აპლიკაცია დავუშვათ რა. მე 10 აპლიკაციას რო ხარ და შენ თუ გინდა რომ ისევ პირველი გახსნა, ანუ ჩაკეცილებიდან ვაფშე გათიშული არ გაქვს რეალურად რა, просто ჩაკეცე. ისევ რომ პირველი გახსნა შენ შეიძლება ის რაღაცა მოხდეს, რომ ის პირველი სადაც ბოლო მომენტში გაჩერებული იყავი, იქიდან კი არ გააგრძელებს მუშაობას. თავიდან ჩაირთვება. იმიტომ რომ შენ 10 აპლიკაცია რო გახსენი, იმ 10-მა გააქვსო შენი ოპერატიული მეხსიერება და იმისთვის რომ ბოლოს რაც რისი გახსნას ცადე სისტემას ჩაერთო ეგ მოუწია აი წინათ რაც გახსენი ის მოიშალა მეხსიერებიდან რა. ეგეთ რაღაცებიც ხდება ხოლმე. ასე რომ ხო, ნუ ნაკადიც მაგ ოპერატიულში შედის და მაგაზე იყო ზუსტად საუბარი წინა ლექციაზეც რომ აი ძალიან ბევრ ნაკადს რო ქმნიდი აპლიკაცია იქ რა შეგოდა იმ exception-ით რომ out of memory exception-ი იყო და მეხსიერება არ ყოფნიდა რა. აი ეგ მომენტია ზუსტად. ამიტომ ოპერატიული მეხსიერებიდან იღებს ეს thread-ი იკავებს ოპერატიული მეხსიერებას, ხო? რო გავუშვი. რაც შენთან runtime-ში მიდის რა, რასაც აპლიკაცია აკეთებს ოპერატიული მეხსიერება ითქვა მაგით რა. რაც ოპერატიული აქვს მოწყობილობას, მით უფრო
მეტი აპლიკაციის ერთად გაშვება შეგიძლია დაუშვათ მოწყობილობაზე და ისე შეგიძლია ჩაკეცო რომ დაუშვათ რაც ბოლოს აი ესა მესამე აპლიკაცია რაც სამი აპლიკაცია რაც გახსენი ყველა მეხსიერებაში გექნება და სადაც გაჩერდი უკანასკნელ მომენტში იქიდან გაგაგრძელებინებს და ხო მაგრამ ნუ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა მოწყობილობა ესეთი ძლიერი არ არის ასე რომ უნდა ვიცადოთ მაქსიმალურად ზედმეტი რესურსი არ მოვიხმაროთ თუ მაგის შესაძლებლობა გვაქვს და კოროტინა გვაძლევს საშუალებას რომ კოროტინს რო გავაკეთებთ ეგ გაეშვება thread pool-ში გამყოფილი რაც არის ხო იმაზე კი მაგაზე გაეშვება ანუ ახალ ნაკადს არ ქმნის შესაბამისად მეხსიერებასაც ზედმეტს არ იკავებს რა ანუ რაღაცა მინიმალური შეიძლება დაიკავოს მაგრამ იმდენად მსუბუქი ტიპია რომ საბოლოოდ დიდ გავლენას არ ახდენს პერფორმანსზე light ტიპია და შესაბამისად რეკომენდირებულია უფრო კორუტინების გამოყენება. არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, რომ ნაკადებსაც და კორუტინებსაც ერთად იყენებენ. ცოტა კომპლექსური შემთხვევა, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ესე რო გადავხედოთ, ანუ მარტო კორუტინებიც აბსოლუტურად საკმარისია, რომ აპლიკაციამ კარგად იმუშაოს. და ეს thread pool-ი წინასწარი არის განსაზღვრული, ხო? ანუ კი, სისტემას აქვს ეგ წინასწარ განსაზღვრული, იმიტომ რომ თვითონ სისტემასაც სჭირდება ეგ thread-ები, რომ რაღაცები ამუშაოს. და იქ კატეგორიზაცია არის სხვადასხვა ოპერაციების. კი. და ეს კორუტინები მარტო Kotlin-შია თუ სხვა ენებშიც არის გამოიყენება? ნუ ესე სახელი რო ავიღოთ ზოგადად კორუტინს შეიძლება კიდე ზუსტად იგივენაირად ერქვას სადღაც სხვაგან შემხოდრეა, მაგრამ პრინციპი მუშაობის შეიძლება სხვანაირი იყოს. ეს კორუტინები ახლა ჩვენ ასაც გავდივართ, ეს არის Kotlin-ისთვის უნიკალური ტიპი რა. სხვაგანაც არის ასაკვირველია სხვა ენებშიც ასინქრონულობასთან მუშაობა შეგიძლია. მაგრამ იქ ზოგან თრედებია, ჩვეულებრივად ზოგს საერთოდ ასინქრონულობა არ აქვს, ანუ შენი რაღაცა მექანიზმები უნდა მოიფიქრო ზოგენას მარტო ასინქრონულობა აქვს და თრედების შექმნა არ შეუძლია. აი მაგალითად Flutter-ი განაგონი გექნებათ, Dart-ზე მუშაობს რა Flutter-ი და Flutter-ში ისეთი მომენტია, რომ ერთ თრედიანი ანუ პროგრამირების ენა არის რა, ანუ Dart-ი და შესაბამისად ნაკადებს ვერ ქმნი შეგნით რა. მხოლოდ ასინქრონულად შეგიძლია რომ იმუშაო. მოკლედ რაღაცა ანუ ყველა ენას აქვს თავისებურად ეს ყველაფერი გაკეთებული რა. ეს კორუტინები კონკრეტულად Kotlin-ის უნიკალური ტიპია. და ერთიც ანუ რო ვეძებდი ამას შენხდა ანუ ერთი ხო არის პარალელურად რო ვამბობთ რა ჩვენ ერთი პარალელურად რო სრულდება და მეორე ასინქრონულად და ერთ შემთხვევაში კონკურენცია ერქვა და ეს კონკურენცია და ასინქრონულობა ერთი და იგივეა ხო? ხო ნახე აი მანდ არის ესეთი რაც ქვია structured concurrency რა ეს კონკურენტულობა ზუსტად ხო გულისხმობს ზუსტად მაგ ასინქრონულობას ეს structured concurrency მაგრამ რეალურად ეს სიტყვა რა რაც არის structured concurrency მოიცავს იმას რომ შენ არა მხოლოდ ასინქრონულად პროსტა რაღაცები უნდა გაუშვა არამედ სწორად უნდა მოახდინო ამ ასინქრონულობის რეალიზაცია შენს აპლიკაციაში იმიტომ რომ როდესაც შენ რაღაცებს ასინქრონულად აკეთებ არის იმის რისკი რომ გამოიწვიო ეს რაღაც ქვია raise condition-ები რა ანუ რეალურად შენ შეიძლება ელოდები რომ რომელიღაცა ოპერაცია უფრო პირველი დასრულდება ვიდრე რომელიღაცა სხვა მაგრამ რეალურად შეიძლება პირიქით მოხდეს რა და რაღაცა value-ები მაგალითად არიო ან რაღაცა რა ანუ თუ სწორად არიცი მაგასთან მუშაობ ეგეთი თემა მაგრამ ნუ ზოგადად concurrency იგივეს გულისხმობს ასინქრონულობას პროსტა იქ არის კიდე ეს ტიპი არის და ჩერჩი მოდრები შეგიძლიათ ამაზეც და არის ერჩოთ რა ეს მოიცავს ზოგადად ასინქრონულობასთან სწორი მუშაობის პრინციპებს რა რო ყველაფერი უნდა გქონდეს სტრუქტურიზირებულად და კარგად გათვლილი რომ ზედმეტი რაღაცები ანუ შესაძლებელი ბაგები არ გამოიწვიო რა იმიტომ რომ ასინქრონულობასთან ფრთხილად უნდა იმუშაო შეგარგი მადლობა გასაგებია რამე კითხო ხო არ გქონთ კიდევ ვინმეს მე ვაქვს ლუკა გამოვშ cages errors მიგდებს მე ბოლოს რას როგორ cages and და მე AI-ს რო ვკითხე ისი ერორია მეთქი ის რა cage აშალეო cage shishing რაღაც ფაილი არის 8.9
და მაგის წაშლა უთხოვ. წავშალე მე ვაფშე დაერვრო მთლიან პროექტი მე წავშალე მთლიან აპლიკაცია ახლიდან გამოწერა და ის OK სერვერია. დაიცა შეიძლება offline mode ხო არ გაქვს ჩართული ან რაღაცა შეიძლება მაგის პალე იყოს. ანუ დაიცა მოდი გავაზიარებ. ჩანს კი. შეიძლება აქ გქონდეს offline mode ჩართული. ხო და აქ თუ გაქვს offline mode ჩართული გათიშე და ისეც ადე S1 და მეორე შეგიძლია პროექტი გაასუფთავო. ანუ ადგე და როგორ? Rebuild to clean. I build-ში არის clean project-ი. შეგიძლია გააკეთო clean-ი და მერე rebuild-ი გაუკეთო, რომ თავიდან დაბილდოს. ვერსია განახლებული გაქვს Android Studio-ში? სულ ახალი. კონკრეტ წესით ამათმა უნდა უშველოს და თუ ამანაც არ უშველა, ანუ თუ აქ ჩართული გაქვს offline-ი ჯერ გათიშე და ეგრეც ადე. ეგ თუ არ უშველის clean project-ი და rebuild project-ი წადე. და ეგეც თუ არ უშველის აქეთ არის invalidate caches, ეს ტიპი. ესეც შეგიძლია წადო. ეს cache შლის და არესტარტებს შენს Android Studio-ს მთლიანად. კარგი, მოდი ძალიანაც რო არ გავწელოთ, დავიწყოთ უკვე, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ მსუღე თემა გვაქვს და ბევრი რაღაცა იქნება გასავლელი. დღეს მოკლედ ჩვენ განვიხილავთ dependency injections რა. შემოკლებით DI-ს, რომელიც არის საკმაოდ გავრცელებული მიდგომა და ფაქტობრივად ყველა აპლიკაციაში გამოიყენება, აბსოლუტურად ყველა აპლიკაციაში, რომელიც ანუ თუ developers მართლა უყვარს თავისი საქმე და რაღაცა ყველა აპლიკაციას გააკეთებს მოკლედ DI-ით რა, ანუ იმიტომ რომ ზოგადად ძალიან გავრცელებული ტიპია და რა პროექტშიც არ უნდა მოხდეთ, აი იმის შანსი თუ არის რომ შეიძლება პროექტში recycler view არ იყოს, რავი, შეიძლება იყოს ეგეთი მომენტი, ხო? მაშინ DI უეჭველი იქნება, ანუ ზოგადად ყველგან გამოიყენება, იმიტომ რომ ესეთი ტიპი არის, კომფორტული ტიპი არის და ასე შემდეგ. თუ ძალიან პრიმიტიულ პროექტს არ აკეთებ ხარ რაღაცას. ხო და შესაბამისად, მინდა რომ DI განვიხილოთ რა არის ეს dependency injection-ი, რას წარმოადგენს, რა არის და ასე შემდეგ. რასაკვირველია dependency injection-ისთვისაც გვაქვს library, როგორც ყველაფრისთვის ზოგადად. არის ორი ყველაზე პოპულარული ტიპი, ერთი არის coin-ი, ეს ტიპი. და მეორე არის Hilti. ეს ტიპი. ნუ კიდევ არის იქ სხვა ვარიანტები, მაგალითად, ნუ აქ კონკრეტულად Hilti-ა, კიდე არის Dagger-ი მაგალითად რა. კიდე სხვა ვარიანტები იქ არის Codeine და რაღაცეები, მაგრამ ეს Dagger-ი და Codeine რაც ხავთ თქვი, საკმაოდ ისეთი ძველი ტიპებია. Dagger-ი შეიძლება შეგვხვდეთ კიდე სადღაც, აი ძირითადად ძალიან ძველ პროექტში შეიძლება შეხვდეთ Dagger-ი. და აი, რავი, წლების წინ რო არის დაწერილი და ასე შემდეგ. ან რაღაცა თუ ძალიან რთული პროექტია, მან შეიძლება შეხვდეთ Dagger-ი, იმიტომ რომ ზოგადად Dagger-ის მუღამი ისაა, რომ ბევრად უფრო კონფიგურირებადია, მაგრამ რავი, ისეთი кейსი მაინც არ შემხვედრია ჯერ, სადაც რავი, Hilti მაგალითად არ მეყოფოდა სიტყვაზე რა, ანუ ძირითადად ყოველთვის ყველანაირ მოთხოვნილებებს Hilti-ს ფარავს, ანუ მოკლედ Hilti არის Dagger-ის გამარტივებული ვერსია, შესაბამისად ზოგადად დღეს სადმე რომ მიხვიდეთ, ან Hilti და გვხვდებათ ეს ტიპი. ან აი წინათ რაც გაჩვენეთ coin. ეს ორი არის ორი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი. და მოდი ახლა ზოგადად ვისაუბროთ იმაზე ჯერ რა არის dependency injection-ი და მერე შევადაროთ coin-ი და Hilti ერთმანეთს და განვიხილოთ რომელს რა პლუსი აქვს და რომელს რა მინუსი აქვს, რა. რო გადავწყვიტოთ რომელი ჯობს. აქვე დაგასპოილერებთ, რომ ეს ისეთი სიტუაცია, რომ ზოგადად
გამარჯვებული აქ არ გვექნება, იმიტომ რომ ეს სუფთა გემოვნების ნაწილია, ზოგი იძახის რომ ჰილტია ძალიან მაგარი, ზოგი იძახის რომ არა კოინი ჯობია და ზოგადად ორივე არც ერთის გამტყუნება არ შეიძლება, იმიტომ რომ რაღაცები ისეთი სიტუაციები არის, რაც კოინს შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ჰილს არა და არის ხოლმე პირიქითაც. ჰილს შეუძლია რაღაცა გააკეთოს ისეთი, რაც კოინს არა. ასე რომ ეს არის სუფთა გემოვნების ნაწილი. და შესაბამისად ჩვენი მიზანი ხა უბრალოდ არის რომ დაგანახოთ სხვაობები და დღეს ამ ლექციაზე კონკრეტულად ერთზე ვიმუშავებთ ხა იმიტომ რომ ისედაც საკმაოდ სუყე თემაა და ხა ორივე ფრეიმვორკის გარჩევა ცოტა რთული იქნება ერთ ლექციაში. კარგი, პირველ რიგში რა არის ეს ჩვენი dependency injection-ი და რა მხრივ გამოიყენება რა, როგორ გამოიყენება. პირველ რიგში მოდი binding-ს ჩავთავ, რომ რაღაც მცები გავაკეთოთ მარტივად. build features არა ეს არა. features will binding true. დავსინქოთ. აქ გვექნება ჩვენი binding-ი, აი თქო. Activity main binding inflate layout inflater. ხო, ეხა რა ხდება აქ რაღაცა ისეც დავაგდებ, ტექსტი ისედაც აგდია იდეაში აქ. ID მივცეთ უბრალოდ ტექსტი ვიქონდეს პირდაპირ ID, არაფერი ისეთი არ გვინდა. ხო, ეხა რა არის dependency injection-ი მოკლედ რომ ვთქვათ. ამავე ფაილში გავაკეთებ ხა მაგას რომ ტყუილად ზედმეტი ფაილები არ ვქნათ. წარმოვიდგინოთ ეხა როგორი რამ. გვაქვს კლასი. data კლასი იყოს. არა, მოდი, ჩვეულებრივი კლასი იყოს. გვაქვს კლასი კომპიუტერი რა. რომელსაც აქვს რაღაცა ფუნქციები, დავუშვათ start-ი, რომ ჩართო კომპიუტერი, რომელიც ცარიელი ფუნქცია იქნება იდეაში. კიდე აქვს რაღაცა ფუნქცია stop-ი, რომ გათიშო კომპიუტერი და აქვს კიდე function restart-ი, რომ კომპიუტერი გადაარესტარტო რა. ეს просто ისეთ აფშავეთებს, просто მინდა რომ წარმოვიდგინოთ რა ესეთი სიტუაცია ვითომ გვაქვს და ვითომ ახლა ამ start-ში რაღაცები გვაქვს, ამ stop-შიც რაღაცები ხდება და restart-შიც რაღაცები ხდება. ეს სამი ფუნქცია იდეაში ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა dependency injection-ი და სხვა რაღაცაზეა. ეხლა ნახეთ რა ხდება კიდევ. ჩვენ ხო გვაქვს კომპიუტერი. კომპიუტერმა რო იმუშაოს, ხო ჭირდება დეტალები რო ქონდეს. ჭირდება რომ დეტალები ქონდეს. დეტალებს მე მაგალითად ამ კომპიუტერს ჩავაწოდებდი კონსტრუქტორში, ხო, როგორც ვარიანტი. ანუ კომპიუტერს რა დეტალები შეიძლება ხა ქონდეს. ხო, აი დაჟე თუნდაც მიწერს, აი მაგალითად შეიძლება ქონდეს რაღაცა მონიტორი, შეიძლება ქონდეს keyboard-ი, კლავიატურა, მაუსი და პროცესორი, CPU რა. ამ ყველაფრისთვის გვექნებოდა რა? კიდე გვექნებოდა ცალკე კლასები, გვექნებოდა მონიტორის კლასი, გვექნებოდა კლავიატურის კლასი, keyboard-ი, გვექნებოდა მოდი მაუსი არ გვინდა ხა ძალიან ბევრი ისიც არ გავაკეთოთ პარამეტრები, რომ ძალიანაც არ ავიხლართოთ შიგნით. გვექნებოდა პროცესორი, ხო? ანუ არის კომპიუტერი. ამ კომპიუტერს აქვს მოკლედ მონიტორი შიგნით, keyboard-ი და პროცესორი რა. ანუ რეალურად როგორი სიტუაცია გვაქვს ხა? არის კომპიუტერის კლასი და ეს კომპიუტერის კლასი ჩვენ რო შევქმნათ. ხო? ჩვენ აქ მოგთხოვს აი ამ მონიტორის, კლავიატურის და პროცესორის ჩაწოდებას, რა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ნუ აქვე პირველ რიგში შევქმნათ და ჩავაწოდოთ. საქმე რა შეანახე, რომ შენ რო ანუ რეალურად ეს კომპიუტერი დამოკიდებულია მონიტორზე, keyboard-ზე და CPU-ზე. აი ზუსტად რასაც ახლა ჩვენ ვარჩევთ, მაგას ქვია dependency injection რა. და dependency პირველივე სიტყვა ნიშნავს მაგ დამოკიდებულებას რა. და ზუსტად აი ამასთან ახლა ეს ჩვენი framework-ი კავშირშიც გავარჩევთ dependency injection-ი გულისხმობს რას? უბრალოდ dependency injection-ი, ნუ იდეაში აქამდე გაგვიკეთებია უბრალოდ ჩვენთაც ვერ ვაანალიზებდით, რომ მაგას ერქვა dependency injection-ი. იმიტომ რომ ცოტა სხვა რაღაცას ვეძახდით აქამდე. საქმე იმაში, რომ dependency injection-ი არის უბრალოდ კლასს ჭირდება რაღაცა პარამეტრები იმისთვის, რომ შეიქმნას და
dependency injection-ი გულისხმობს იმას, რომ ამ კლასს უბრალოდ ეს მისი დამოკიდებულებები მივცეთ. ჩავაწოდოთ. ხო? აი ჩვენ შემთხვევაში კომპიუტერს ჭირდებოდა მონიტორი, კლავიატურა და პროცესორი და ჩვენ ავდექით, შევქმნით მონიტორი, შევქმნით კლავიატურა, შევქმნით პროცესორი და ჩავაწოდეთ კომპიუტერს, რომ კომპიუტერი შეიქმნას. ეს არის dependency injection-ი, მეტი არაფერი. უბრალოდ დამოკიდებულებების კლასისთვის მინიჭება, რომ ეს კლასი შეიქმნას. მეტი dependency injection-ი არაფერს არ წარმოადგენს, სულ ეს არის. რამე კითხვა ხო არ გაქვთ ამ ეტაპზე? სანამ გავაგრძელებთ. ჯერჯერობით არა. კი ბატონო. და საქმე იმაშია, რომ იდეაში მე აქ კიდე შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ ამ კომპიუტერს კი ჩაეწოდება აქ რაღაცა პარამეტრი, რაღაცაზე კი არის ეს კომპიუტერი ჩვენი დამოკიდებული, მაგრამ თვითონ რაც კომპიუტერს ჩაეწოდება, მაგასაც ხო შეიძლება რომ თავისი პარამეტრები ქონდეს, მაგალითად CPU-ს ქონდეს რაღაცა private RAM-ი, რავი, არ აქვს მნიშვნელობა. არამ ერთი რა ნებისმიერი, უბრალოდ რომ დავინახოთ რა. შეიძლება ქონდეს რაღაცა არამ 2 და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ მოკლედ კომპიუტერს ჩაეწოდება მონიტორი, keyboard და CPU და ამ CPU-ს კიდე შეიძლება რაღაცა სხვა ჩაეწოდებოდეს, ჩვენ შემთხვევაში პარამეტრი, რაღაცა 1 და რაღაცა 2. ანუ ეს პროსტა ისეთ სატესტოდ გავაკეთე, მაგრამ რეალურად ჩვენ მოგვიწევს, რომ აი ამისთვისაც ესენი შევქმნათ და ჩავაწოდოთ რა. ეხლა აქ უკვე გაჩნდა ორმაგი დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ანუ ეს პირველი მიდის მონიტორთან, ესე რომ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, გვაქვს მე კიდე keyboard-ი, გვაქვს CPU და ამ CPU-ს ჩაეწოდება კიდე თავისი პარამეტრი 1 და თავისი პარამეტრი 2. ხო? სულ აი ეს ეხლა რაც აქ ჩვენ გავაკეთეთ არის dependency injection. ესეთ რაღაცა ისეს გავაკეთებ, ეხლა კლასი რო გქონდა, კლასი რო შეგოქმნა, რასაკვირველია, გჭირდებოდა ხოლმე რომ კონსტრუქტორი გაგვექნა და ხშირად დაგვჭირდება ისეთ რაღაცას, რომ ამ კონსტრუქტორში რაღაცას ვაწოდებდით. ხო, აი მაგალითად თუნდაც recycler view რო გავაკეთეთ, recycler view-ს ქონდა დამოკიდებულება ლისტაზე ჩვენ საერთოდ პირველად რო ავხსენით, ეგ კონსტრუქტორში ეწოდებოდა ეს ლისტი, ხო? ხო და ეგეც dependency injection-ია რეალურად, რაც ჩვენ მანდ გავაკეთეთ, რომ ჩვენ რო recycler view-ს ადაპტერი შევქმნით, შეგინით ჩავაწოდეთ ლისტი. ანუ dependency injection-ი არის უბრალოდ ობიექტისთვის მისი დამოკიდებულებების მინიჭება. მაგრამ აქ შეიძლება დასვათ კითხვა, რომ თუ ამას ისედაც ვაკეთებთ და ეს უკვე dependency injection-ია, რაში გვჭირდება ჩვენ ბიბლიოთეკები ამისთვის, ცალკე ბიბლიოთეკები, როგორიც არის მაგალითად Hilti და Coin. საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ აპლიკაციას ვაწყობთ რაღაცა არქიტექტურით, ხო? მან გვაქვს ძალიან ბევრი ფენა. გვაქვს data source-ი, გვაქვს რაღაცა სერვისები, ხო, იქ რაღაც მონაცემთა ბაზიდან რაღაც უნდა წამოვიღოთ, რეპოზიტორს ვაკეთებთ. ეს რეპოზიტორი მე უნდა ჩაჯდეს view model-ში. view model-ი შეიძლება იღებდეს ბევრ სხვადასხვანაირ რეპოზიტორს. ეს ყველა რეპოზიტორი კიდე ცალკე შეიძლება DAO-ს იღებდეს და კიდე პლუს იღებდეს სერვისს, რაღაცას რა API სერვისს. პლუს შეიძლება იქ კიდე ერთი ფენა შეიძლება გააჩინო, რომელსაც use case-ი ქვია, რომელიც ჯერ არ გვიხსნია. და საქმე იმაშია, რომ მოკლედ ეს შენი DAO და retrofit-ის სერვისი მიდის repo-ში, repo მე ჯდება view model-ში, view model-ი შეიძლება რამდენიმე ესეთ repo-ს იღებდეს და შუაში კიდე შეიძლება use case-ის ფენა გაჩნდეს. და შენ ხელით როცა ამას აკეთებ, გიწევს რომ აი აქ ესეთი რაღაც გააკეთო, რომ შექმნა ჯერ შენი ერთი კლასი, მერე ჩააწოდო შენით რაც ჭირდება და რაც ჭირდება იმას, კიდე შეიძლება სხვა რაღაცები ჭირდებოდეს და საქმე იმაშია, რომ ისიც არა გამორიცხული, რომ ეხა აქ მე რომ პარამეტრი ჩავაწოდე, შეიძლება ამასაც კიდე რაღაც თავისი პარამეტრები ჭირდებოდეს რა. ყოველ ჯერზე, როდესაც აპლიკაცია დიდია, ამის კეთება არის საკმაოდ პრობლემატური და რთული. რომ ანუ შენ ყოველთვის თავიდან ესენი უნდა აწყო, მე იქ რაღაცა ერთი პარამეტრი გაქვს, იმ პარამეტრს სხვა პარამეტრები ჩაეწოდება, იმ პარამეტრს კიდე სხვა პარამეტრები ჩაეწოდება და ხელით აწყობა მუზარ-მუზარ რაღაც ჯაბარხანას, რაც არ არის კომფორტული, მით უმეტეს დიდ პროექტებზე როცა მუშაობ. ხო და dependency injection-ის აი ამ library-ების, ბიბლიოთეკების მუღამი ის არის, რომ შენ ცალკე საზღვრავ, ანუ ცალკე ეუბნები რა როგორ შექმნას და რა როგორ იქმნება ზოგადად რა. ანუ ჩვენ ეხა ვიზამდით რას, რომ coins ვიყენებდეთ რა, რომ აი ამის შექმნის პრინციპს გავიტანდით ცალკე და სადაც დაგჭირდებოდა კომპიუტერი, დაუძახებდით აი სიტყვაზე coins რო ვიყენებდეთ, coins ვასწავლით ერთხელ, როგორ უნდა შექმნას ეს კომპიუტერი და მე თუ ეს კომპიუტერი სადმე დამჭირდებოდა, ისევ
coins დაუძახებდი და ვეტყოდი რომ მე მჭირდება კომპიუტერი, შემიქმენი. და თვითონ გაგეკეთებდა ან თვითონ შექმნიდა და მოგცემდა პირდაპირ გამზადებულ კომპიუტერს. შენ პროსტა ერთხელ აუხსნიდი coins ეგ როგორ ხდება რა. აი მაგისთვის გამოიყენება ზუსტად ეს ჩვენი ბიბლიოთეკები dependency injection-ისთვის, რომელიც არის ერთი coin-ი და მეორე არის hilt-ი. ამ ეტაპზე სხვა არ გაქვთ რამე კითხვები? მე არა. აი, რამე კითხვა თუ გექნებათ, პირდაპირ გამოვშვით ხელსაწევის გარეშე. ეხლა შევადაროთ მოდი coin-ი და hilt-ი პირველ რიგში ერთმანეთს. და დავიწყოთ პირველი coin-ით. coin-ი მე პირადად მაგალითად უფრო coin-ი მომწონს ვიდრე hilt-ი, თუმცა hilt-იც ძალიან მაგარი ტიპია და hilt-თანაც მიმუშავია. დავიწყოთ ეხლა როგორ რომ coin-ი არის უფრო ესეთი მინიმალისტური ტიპია, ბევრად უფრო მარტივად ხდება რაღაცეები, ანუ შენ სადაც hilt-ში მოგიწევს რომ მაგალითად შექმნა ობიექტი და იმ ობიექტში ჩაყარო ფუნქციები და მილიონი რაღაცა ანოტაცია გაუკეთო ამ ფუნქციებს, აი როგორც retrofit-თან მუშაობის დროს get-ს ვაწერდით ფუნქციებს ზევიდან და room-თან მუშაობის დროს DAO გქონდათ და რაღაც insert-ები და delete-ები. დაახლოებით ეგეთი ანოტაციებით მუშაობს ზუსტად hilt-იც რა. ანუ უნდა შექმნა რაღაცა ობიექტი, შიგნით ამ ობიექტში აღწერ ყველა შენი ობიექტი რომელი როგორ უნდა შეიქმნას და ყველას აქვს რაღაცა თავისი განსხვავებული ანოტაციები, რაღაცა იქ არის singleton, რაღაცა provides და რაღაცეები რა. და უფრო ესეთი ტიპი არის, დიდი ტიპი არის და ასე ვთქვათ, ასევე hilt-ს გააჩნია კოდის გენერაცია. ანუ შენ რო რაღაცეებს ასწავლი hilt-ს როგორ შექმნას, ეს hilt-ი რეალურად უკან ფონზე აგენერირებს რაღაცა კოდს, რომლითაც აკეთებს მაგ შენთვის ობიექტების შექმნას რა. და პლუს კიდე hilt-ს ჭირდება რაღაცა KSP, იმიტომ რომ ვინაიდან კოდის გენერაციაზე მუშაობს, ჭირდება რომ ჩავართოთ KSP. ნუ ასევე კიდე კაპტი გვაქვს, ანუ KSP-ს გარეშეც KSP-ს ნაირად მუშაობს კაპტიც, ოღონდ კაპტი ცოტა უფრო ძველი ტიპი არის. კაპტი არის Kotlin annotation processing tool რა. ლუკა, ოდიში რომ გაწყვეტინებ. კაპტს არ ვშლით ჩვენ როცა KSP-ს ვამატებთ? კაპტს ვშლით როცა KSP-ს ვამატებთ. ანუ იდეაში როგორი თემა არის იცი რომ თუ გაქვს შესაძლებლობა რომ ანუ თუ რაღაცას წერ და ეხლა პირველად იყენებ jobs KSP დაამატო, იმიტომ რომ KSP უფრო ახალი ტიპი არის რა. არა ეხლა თუ კომპანიაში მიდიხარ და უკვე კაპტი არის, მან ცოტა კაპტიდან KSP-ზე მიგრაცია ესეთი ანუ უსაფრთხო არ არის რა, ანუ შეიძლება რაღაცა გამოიწვიო crash-ები. ხო და მაგიტო ზოგადად ცოტა ისეთი პროცესია ფრთხილ უნდა იყო, ანუ იმით ამოცვლით შეიძლება რაღაცა crash-ები მიიღო აპლიკაციაში რა, ანუ კარგად უნდა გადამოწო ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვანაირად მუშაობს, ის ცოტა სხვანაირად მუშაობს. თვითონ ბიბლიოთეკასაც გააჩნია. აი მაგალითად hilt-ი რო აიღო, ხო ზოგადად KSP-ს მუღამი იყო რა, რომ კაპტი არის Java-ს ტექნოლოგია რა, ანუ Java-ს აქვს ნახე annotation პროცესორი. აი Java-ზე როცა წერ აპლიკაციას, Java-ში კაპტი და KSP და რაღაცები არა, Java-ში უკვე ავტომატურად მოყვება ეს ტიპი annotation პროცესორი ქვია რა. ხო და ეს annotation პროცესორი აკეთებს იმას, რომ შენ რო ძაღლუკა და რაღაცით წერ ზევიდან რაღაცებს ნიშნავ, ხო? ეს დგება მაგას ქვია ანოტაცია რა, ძაღლუკათი რასაც უწერთ. მაგ ანოტაციებს აანალიზებს, აპროცესირებს და საბოლოოდ შედეგად აგენერირებს ავტომატურად რაღაცა კოდს, რომელიც შენ შეგიძლია მერე გამოიყენო რა. ხო და საქმე იმაში არის, რომ Java-ში იყო მაგის ანოტაციის პროცესორი და მერე Kotlin-ზე რო გადავედით, რაღაცნაირად გვჭირდებოდა რომ ეს ანოტაციის პროცესორი შეგვეცვალა რა. და ისეთ რაღაცა solution-ი იყო საჭირო, რომ აი ეს დაიფარა მოკლედ რა, იმიტომ რომ საჭირო იყო ეს ანოტაციის პროცესორი რა, ანუ მთელი Android-ი მუშაობს ამ ანოტაციის processing-ზე რა, Java-ს შემთხვევაში ძალიან ხშირად იყო გამოყენებული, აი თუნდაც Room-იც მაგაზე მუშაობს, აი ეგ dependency injection-ი როგორც გამოვხილეთ, მაგაზე მუშაობს და კიდე არის სხვა library-ები, რომლებსაც ეს ანოტაციის processing-ი ჭირდებათ და ეგ იყო პირველი სტეპი. კაპტი რო გამოვიდა, ანუ Kotlin-ისთვის უკვე უშუალოდ კაპტს ვიყენებდით, რომელიც არის Kotlin annotation processing tool-ი რა, რომელმაც დაფარა ეს მოთხოვნა რა, ამის ხო და პროსტა საქმე იმაში იყო, რომ კაპტი მაინც ნელი ტიპი გაიჩითა და build-ის დროს ზრდიდა ზოგადად და ბევრად უფრო ნელა ხდებოდა კოდის გენერაცია რა, ანუ აპლიკაციას რო გაუშვებდი,
თუ კაპტი გქონდა ჩართული და თუ აპლიკაცია დიდია, შეიძლება ცოტა მეტი დრო მოენდომებინა, რომ აპლიკაცია ჩართული იყო და მე გამოვიდა კაკრას KSP, რომლის მიზანიც უკვე არის, რომ კაპტი ჩაანაცვლოს და უფრო სწრაფი ტიპია, უფრო სტაბილური ტიპია და ზოგადად მართლა ეგრე მუშაობს რა, რომ თუ რაღაცას KSP-ით იყენებ, ბევრად უფრო სწრაფად იბილდება რა. უბრალოდ რატომღაც არ ვიცი, მაგრამ კონკრეტულად Hilti ანუ KSP-ზე, კი არა და KSP უფრო კაპტი რა იყო და KSP გამოვიდა მე კაპტის შემდეგ, რამაც უნდა ჩაენაცვლებინა კაპტი. ხო და საქმე იმაში არის, რომ KSP-ზე მოკლედ რა, რომ გადავედით კაპტიდან, რომელიც ანუ KSP უფრო მაგარი ტიპი არის ამაზე, როგორც გვახსენეთ და საქმე იმაში, რომ კონკრეტულად Hilti რატომღაც KSP-ზე უფრო ნელა მუშაობს ვიდრე კაპტზე და ეგ უკვე თვითონ ბიბლიოთეკის პრობლემა არის, იმიტომ რომ ალბათ ოპტიმიზაცია ვერ გააკეთეს სათანადოდ და რავი, ალბათ რაღაც ვერსიები რო გამოვა დაფიქსავენ მაგ პრობლემას, მაგრამ პერფორმანსი რო ნახოთ რატომღაც კაპტზე Hilti კონკრეტულად უფრო კარგად მუშაობს ვიდრე KSP-ზე. ეგ უკვე ამათი დასაფიქსი არის, ეგ ზოგადად ბიბლიოთეკის პრობლემაა, რომ ანუ სათანადოდ ეგ KSP-ისთვის ვერ დააოპტიმიზირეს რა. მაგრამ რა საკვირველია ამ კაპტის მაგივრად აქაც შეგვიძლია რომ KSP გამოვიყენოთ. მაგრამ ლუკა შეიძლება ორი წამის სკრინ რო გავაზიარო მე. მიდი აბა. მეც იქ ლეპტოპიდან შემოვიდა. ჩანს. კი. Temporary workplace. ისე ნახე. რომელიც მიკროფონს გავჩეთორებ. ცოტა მარჯვნივ გადაძიე. მარჯვნივ. Mutable location. ისე აქ მენიუ გახსენე Android Studio-ში ზევით მარცხნივ უნდა იყოს მენიუ იდეაში და შიგნით უნდა იყოს სეტინგები. რეფერენსები. ხო, აი აქ დასერჩე Gradle. და აი ქვევით არის build tool-ში Gradle. ხო, აქ უნდა გქონდეს მითითებული დაიცა Gradle JDK. ხო, აქ აშკარად გააქვს მითითებული Gradle JDK. იცი რა სადა ვაფშე რამე ხო არ შეცვალე შენ აქ. ვაფშე რო წაშალო Android Studio და თავიდან ჩაიწერო გისტია. კი გუში. და რო გითხარი KSP არ მიაქვს თქო. KSP გაიტა. ანუ მე დავავალე წერა. რაღაცა დავამატე აქ. მეგონი ნავიგაცია. ნუ მაგაზე გამიქრეშა. დაიცა, ანუ ეს პრობლემა ზოგადად არ გაქვს, მაგრამ დეპენდენსებს რო ამატებ, მე ხდება. ხო. ისა რა ქვია, ზედმეტი დეპენდენსები ხო არ გაქვს დამატებული. Jetpack, აი ისინი Jetpack Compose-ის ინტეგრაცია ვაფშე არ გჭირდება, ტესტინგი ვაფშე არ გჭირდება. Kotlin X-ის სერიალიზაციას იყენებ თან? ისა დიდ დროს წაიღებს და ხო არ ჯობს სოციალკეთ Discord-ში მივხედოთ მე ამას, იმიტომ რომ დღეს ესას ბევრი რაღაცა გასული და. ოკეი. მე ვქნათ Discord-ში. აი, ჩემი ეკრანი ჩანს თუ გაითიშა? ჩანს. აი, ხო და რას ვამბობდი რა?
საქმე რაში არის ეს ჰილტი, რომელსაც ხალხი რომელზეც ვლაპარაკობდით, მუშაობს კოდის გენერაციით რა, შენ რო რაღაცა დავლოკებს აქ წერ, ანუ ეგეც რაღაც ანოტაციებით მუშაობს, რაღაცა provide და რაღაცეები აქვს რა. ხო და ესენი აგენერირებენ რაღაცა კოდს და შენ მაგ დაგენერირებული კოდით მე შეგიძლია ჰილტს მოთხოვო რომ რაღაცა შენი ობიექტი მოგცეს რა, ანუ ასწავლი ეს როგორ შექმნას, მაგისთვის რაღაცა კოდს აგენერირებს მაგის შესაქმნელად იგიტაკეთ და შენ მე რო თხოვ ჰილტს მაგას მოგცემს ჩვეულებრივად ეს ჰილტი შენი კომპიუტერის შექმნილ ობიექტს რა. ეს ყველაფერი ხდება კომპილაციის დროს, ანუ შენ რო აპლიკაციას უშვებ მაგ მომენტში უკვე ჰილტმა იცის, ანუ აპლიკაცია რო გაეშვა, მაგ მომენტში უკვე ჰილტმა იცის ყველა შესაძლო ინჯექშენის შესახებ, ანუ იცის ყველაფერი, სად რისი ჩაინჯექტება დაჭირდება, სად რა როგორ დაჭირდება და ასე შემდეგ. ანუ უკვე კომპილაციის დროს ყველაფერი დაკალკულირებული აქვს და გარკვეული აქვს ჰილტს რა. და როდესაც გვერდს ხსნი, მაგალითად და როცა თუ აი მაგალითად ამ main activity-ზე მოვითხოვ რაღაცა კომპიუტერის ობიექტს, თუ მოვთხოვ მე ჰილტს, ჰილტს უკვე ეწოდინება ეგ ამბავი და ეგრევე მოვა და მომცემს ჩემი კომპიუტერის ობიექტს. კოინი ცოტა სხვანაირად მუშაობს. კოინი მუშაობს runtime-ში. ანუ კოინი კომპილაციის დროს არაფერს არ აკეთებს. ანუ იდეაში კომპილაციის დროს უბრალოდ ის თავის საკუთარ რაღაც მოდულებს ინიციალიზაციას აკეთებს თავის მოდულების მოკვლით. მაგრამ ესე ვთქვათ injections კოინი აკეთებს უშუალოდ მაშინ როდესაც გვერდი იხსნება, ანუ აი ეგრეთ main activity გაიხსნა თუ არა, მე რო აქ კომპიუტერი მოვითხოვ, მე წავა და ეგრევე მოძებნის მაგ კომპიუტერს და მომიტანს რა. სისწრაფეს რაც შეეხება აქ ჰილტი უფრო სწრაფად მუშაობს, მაგრამ განსხვავება ამ სისწრაფეში იმდენად მინიმალურია, რომ ფაქტობრივად აი საერთოდ არანაირი როლი არ უჭირავს მაგას რა, ანუ ხა სისწრაფის გამო შენ რო ჰილტი აიღო, ეგ არის საკმაოდ უაზრო მიზეზი, იმიტომ რომ რეალურად კოინიც ძალიან სწრაფია, უბრალოდ იმის ხარჯზე რომ ჰილტი compile time-ში მუშაობს, აი სულ ცოტათი უფრო სწრაფია ჰილტი რა, ანუ რაღაც მილიწამების თემა არის, ასე რომ ეგ არგუმენტი არ არის ხოლმე რა, საერთოდ არ არის არგუმენტი ჰილტის სასარგებლოდ, უბრალოდ ფაქტი არის ესეთი, რომ რაღაც მილიწამებით უფრო სწრაფი არის ჰილტი. მაგრამ მეორეს მხრივ, აი მე რო ვთქვი, რომ ჰილტი კოდის გენერაციაზე მუშაობს მეთქი. კოდის გენერაცია მეგობრებო ნიშნავს იმას, რომ შენ როდესაც რაც უფრო მეტი რაღაცის შექმნას ასწავლი ჰილტს, მით უფრო მეტი კოდი გიგენერირდება, რაც მოქმედებს ბილდის აწყობის დროზე. ანუ შენ რომ მე ხარ რომ ამ აპლიკაციას უშვებ, თუ ამ აპლიკაციის დაბილდოს სჭირდება რაღაცა დრო, მე რო ჰილტი დავამატო აქ, შეიძლება უფრო მეტი დრო დაჭირდეს. ანუ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი რაღაცის შექმნა ეწოდება ჰილტს. რა, ეხლა ერთი კომპიუტერის შემთხვევაში შეიძლება კრიტიკული არ იყოს, მაგრამ ძალიან დიდი აპლიკაცია როა მილიონობით დეპენდენსებით და რაღაცეებით. მან უკვე ჰილტი ანელებს ბილდს, იმიტომ რომ აგენერირებს დამატებით ფაილებს და შესაბამისად თუ ეს ეხლა არის 1 წამი, შეიძლება გახდეს 2 წამი ან 3 წამი ან რაღაცა, ნუ ეს აპლიკაციას გააჩნია მოკლედ რა. კოინის პლუსი აქ ის არის, რომ კოინი კოდს არ აგენერირებს, იმიტომ რომ runtime-ში მუშაობს, როგორც გვახსენე, აპლიკაცია როცა ჩართულია, მაგ პროცესში აკეთებს კოინი ყველანაირ კალკულაციას, ასე რომ დამატებითი კოდი არ გენერირდება. შესაბამისად, კოინს როცა იყენებ, შენი ბილდის ტაიმი შევა უცვლელი, იმიტომ რომ რეალურად არაფერს არ აგენერირებს ეს ტიპი რა, ანუ runtime-ში მუშაობს და მაგ მხრივ არის საკმაოდ კარგი. ხო, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს. თუ რაღაცა არასწორად გიწერია injection-ის მხრივ, ანუ არასწორად თუ რაღაცები გათვლილი, ხო, არასწორად თუ აუხსენი კოინს რაღაცა ან ჰილტს რაღაცა, ჰილტი ეგრევე გეუბნება მაგას რომ არასწორია ის რა, ანუ უშვებ თუ არა, ეგრევე გიგდებს errors. ანუ არ გიწევს რომ გვერდი გახსნა სადღაც იქ შეხვიდე და მე ნახო რა ერორი არის რა. იმიტომ რომ ჰილტი კომპილაციის დროს მუშაობს. ეგ ერთი პლუსი აქვს ჰილტს, იმის მიხედავად რომ დროს ზრდის ბილდის, მაგრამ ეგ პლუსი აქვს. კოინის შემთხვევაში ვინაიდან runtime-ში მუშაობს კი, გასაგებია კოდს არ აგენერირებს, შესაბამისად ბილდი უფრო სწრაფად ხდება, მაგრამ ესეთი თემა აქვს, რომ სამაგერდანი რაღაცა 3 გვერდი რო ქონდეს და მესამეზე რო რაღაცას არასწორად დაინჯექტებდე კოინით, მესამე გვერდს არ ამარ გახსნი, ეგ ერორი არ მოხდება. მესამე გვერდზე მოხდება კონკრეტულად რა.
ასე რომ აი ეს გემოვნების ნაწილი არის რა, ვის როგორ ურჩევნია. პლუს მე როგორც ვახსენე რომ Hilt-ში ბევრი კოდის რა გიწევს რაღაცეებისთვის, ну, ბევრის რა, რეალურად მაინც ცოტა კოდს წერ, იმიტომ რომ Hilt-ის მუღამის ეგა არა, აი Dagger-ის გაუმჯობესებული და უფრო გამარტივებული ვერსია, აი Dagger-ში ძალიან დიდი კოდი იწერებოდა რა და ძალიან ბევრი ზედმეტი რაღაც იწერებოდა, რომ ეს ყველაფერი აგემუშავებინა და Hilt-ი გამარტივებული ვერსია, ყველა ვარიანტში მაინც ნაკლებს წერ, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ coin-ში კიდე უფრო ნაკლებს წერ რა, ანუ აქ თუ სამი ხაზი გინდა, რომ რაღაც დეპენდენსი აღწერო, coin-ში შეიძლება დეპენდენსი აღწერო ერთი ხაზით, ზუსტად ერთი ხაზი გინდა, რომ დეპენდენსი აღწერო. რა, აი დაახლოებით ესეთნაირად გამოიყურება, მოკლედ თუ coin-ი კარგად გექნება გააზრებული, შეიძლება ესეთნაირად აღწერო რა და რეალურად რაღაცა აი my repository აქვს მაგალითად tips და coins ესეთნაირად ასწავლის ეს repository როგორ შექმნას. აი ერთი ხაზია ზუსტად. და საქმე იმაშია, რომ coin-ი დანარჩენს თვითონ ქმნის რა, ანუ ну, მაგ ყველაფერს ახლა ჩვენ განვიხილავთ უფრო დეტალურად, ჩავუღმავდებით მაგას. და პლუს კიდევ ერთი მომენტი განსხვავება Hilt-სა და coins შორის ისაა, რომ coin-ი მუშაობს მულტიპლატფორმაში. ან ჩვენ ადრე ოდესღაც ვახსენეთ ესეთი რაღაცა, რომ გვაქვს compose multiplatform-ი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ როგორც Android-ზე წერთ ხოლმე აპლიკაციას, ზუსტად იგივენაირად დავწეროთ აპლიკაცია, მაგრამ ამავდროულად გაეშვას iOS-ს. ხო და საქმე იმაში არის, რომ coin-ი აი მანდ მუშაობს, Hilt-ი არა. ანუ შენ თუ აპლიკაციას წერ multiplatform-ს Kotlin-ზე, Hilt-ს ვერ გამოიყენებ, Hilt-ი მანდ არ მუშაობს, მაგრამ აი coin-ი მუშაობს. რა, დაჟე მაგისთვის არის საერთოდ powering Kotlin multiplatform რა. ანუ საქმე იმაში არის, რომ ეს coin-ი გათვლილია მათ შორის multiplatform-აზეც. ხო, მაგრამ Hilt-ს კიდევ ბევრი რაღაცა აქვს ისეთი, რაც coin-ს არ აქვს. ანუ აქ უკვე ისეთი თემა არის, გემოვნების თემა, იმიტომ რომ მაგალითად აი ყველაფერს ახლა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რო თქვა, ჯერ რაღაცები უნდა გავიაროთ, რაღაცები რო გავიაზროთ რა, მაგ მხრივ. ასე რომ მოდი ამ ეტაპზე უკვე გადავიდეთ უშუალოდ ახსნაზე. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ coins, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ერთი ის რომ მე უფრო coin-ი მომწონს და მეორე ის რომ ფიქრობ ასევე რომ coin-ი ზოგადად ამ ყოველფრის ასახსნელად და სასწაულად უფრო კაი და მარტივი ტიპი არის ვიდრე Hilt-ი რა. იმიტომ რომ Hilt-ში რაღაცები ისე ხდება, რომ ზედმეტ კითხვებს გიჩენს ეს როგორ მუშაობს და კარგად თუ არ გაქვს ეს სტრუქტურა გაანალიზებული რა როგორ ხდება. ცოტა შეიძლება რაღაცებში ავირიოთ, ასე რომ ფიქრობ რომ coin-ით დავიწყოთ ახლა. ლუკა, ძალიან დიდი ბუდიში შეიძლება 2 წუთი შევისვენოთ ბუდიში. კი ბატონო, შეგვიძლია შევისვენოთ და მე გადმოვიდეთ ამაზე.
მომსად ხართ გასაგრძელებლად. კი. კარგი, მაშინ დავუბრუნდეთ მაშინ კოინს. პირველ რიგში უნდა დავამატოთ კოინის დეპენდენსები. აქ არის ბევრი სხვადასხვა დეპენდენსები, BOMI, core view model navigation, compose-ისთვის კიდე ცალკე. ჩვენი ხო გჭირდება აი ეს core უშუალოდ. რაც არის და ნუ აქ არის ვერსიები, მოკლედ ამ კოინის ვერსიები არის ეს. მოდი ავიღოთ ყველაზე ბოლო სტაბილური, რომელიც არის ეს ბეტა, რაც არის ეს არ გვინდა, ეს ალფებიც არ გვინდა, ავიღოთ აი ეს 4.0.0, რომელიც არის ეს ტიპი გამოვიყენოთ. და ჩვენ გვინდა Gradle Kotlin-ის ვერსია, აი ეს ტიპი და შეგვიძლია ეს დავამატოთ. ეს ხაზი გადავიტანოთ ჩვენი app მოდულის Gradle-ში. და დავსინქოთ. მეტი არაფერი? მეტი არაფერი. ო. და წესით უნდა გაჩენილიყო ასეთი რაღაცა single რა იყო და module რომელიც მგონი არ ჩანს დაიცა. მგონი runtime only-ს მაგივრად implementation-ი უნდა გამოვიყენოთ უბრალოდ. და აქ უნდა გაჩნდეს აი ეხა გაჩნდა კი ეგ არის. ხო, runtime only-ს მაგერად აქ implementation-ი გამოიყენეთ უბრალოდ და всё, ანუ ერთ ხაზი უნდა მარტო სულ. კარგი. ეხა გადავიდეთ რაზე, რომ რაც გავაკეთეთ, მოკლედ ჩვენ რო აი აქ ეს კომპიუტერი შევქმნით. მოდი გავაკეთეთ ისე, რომ ამ კომპიუტერის შექმნა ვასწავლოთ ჩვენს coins ვასწავლოთ და მე ვთხოვოთ, რომ მოგვცეს ეს ჩვენი კომპიუტერი. როგორ ვაკეთებთ ხოლმე? ჩვენ ხო გვაქვს აპლიკაციებში, აქ ვქნით, გვაქვს data layer-ი, გვაქვს კიდევ domain layer-ი ზოგადად და გვაქვს კიდევ presentation layer-ის, ხო? main activity მიდის presentation-ში. და საქმე ხარ რაში არის რა? საქმე იმაში არის, რომ როცა dependency injections ვიყენებ, ზოგადად ამ data domain presentation layer-ების დონეზე კიდევ ვქნით ხოლმე ერთ პაკეტს, რომელსაც ქვია DI, ანუ dependency injection-ი რა. და აი აქ ვყრით ყველაფერს, რაც dependency injection-თან არის კავშირში. ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში რომ დავიწყოთ და ვასწავლოთ coins dependency-ების შექმნა, მაგისთვის გვჭირდება რომ ჯერ შევქმნათ ეგრეთ წოდებული მოდული. აი რასაც ხედავთ, ოღონდ ეს ის მოდული არ არის, ხა მოდულარიზაციას და რაღაცებს რო ვახსენებთ ხოლმე. ეს არის სხვა მოდული, ეს უშუალოდ coin-ის მოდული არის, გამოიყურება ესეთნაირად რა, რაღაც ცვლადია რეალურად და პროსტა უნდა თქვათ, რომ ეს ცვლადი უდრის მოდულს. და მოდულში მე შიგნით უნდა განსაზღვროთ რა როგორ იქნება. всё, სულ ეს არის, ანუ ჩვენ ხა უბრალოდ უნდა შევქმნათ პაკეტი, მაგალითად ფაილი, რომელსაც მე მაგალითად დავარქმევ ხა app modules. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი ფაილი. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ფაილია. და ვაკეთებთ შემდეგ რას? ვაკეთებთ იმას, რომ ვქნით ჩვენს მოდულს, პირველ რიგში ცვლადი უნდა იყოს ეს app მოდული მაგალითად და უდრის ეს რაღაცას მოდულ. სულ ეს არის და აი აქ შიგნით უნდა აღვწეროთ მოკლედ ჩვენი კომპიუტერები, მონიტორები, keyboard-ები, CPU როგორ იქნება, ანუ უნდა ვასწავლოთ ახლა ჩვენ coins ეს ტიპი როგორ უნდა შეიქმნას. პირველ რიგში იმისთვის, რომ coin-მა იცოდეს რა როგორ იქნება, ანუ ჯერ უნდა ვასწავლოთ ზოგადად დეტალების შექმნა. ანუ ეხლა მაგალითად coin-მა რო CPU შექმნას, CPU-სთვის coin-მა უნდა იცოდეს როგორ შექმნას, მაშინ ჯერ პარამეტრები რა. მოდი ეს ცოტა გავამარტივოთ და როგორ ვქნათ, იცი რომ პარამეტრი იყოს, უბრალოდ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ იყოს CPU-ს კონდეს price-ი, ფასი, რომელიც იქნება დაბლი და name-ი. რომელიც იქნება string-ი რა, უფრო კონკრეტულ ტიპებთან რო ვიმუშაოთ. პირველ რიგში უნდა იცოდეს coin-მა როგორ უნდა შექმნას ფასი და name-ი. დავშვით რა. შემოდივართ app module-ში და ვაკეთებთ ეს რაღაცას.
coins რო ვასწავლოთ, აქ არის ორი ფუნქცია არის კიდე. არის single ეს ერთი და არის factory. ეს მეორე. ხო, განსხვავება რაში არის ახლა single-სა და factory-ს შორის. Single-ში მე რო აღუწერ რა როგორ იქნება, აი მაგალითად მე იდეაში შემიძლია ავდგე და ესეთი რაღაცაც გავაკეთო, რომ კომპიუტერი პირდაპირ გავუწერო აი აქ რა. ნუ აქ ესეთ შემთხვევაში მინდა price-ი მივუთითო, რომ მაგალითად price-ი არის იყოს მაგალითად price-ი რავი 50 და 99 და name იქონდეს, რავი, some name. რაღაცა სახელი რა. მოკლედ, უბრალოდ ესაა, რომ გადმომაქაქეთ ეს კომპიუტერის შექმნა რეალურად რა და ამ single-ში მე ვამბობ, რომ შიგნით წერამ კომპიუტერს, რითიც მე ვასწავლი ჩემს coins ეს კომპიუტერი როგორ უნდა შექმნას. მე შემეძლო იგივე გამეკეთებინა და ეს კომპიუტერი ჩამესვა factory-შიც რა. და ახლა განსხვავება რაში არის single-სა და factory-ს შორის? Single აკეთებს იმას, რომ კომპიუტერი რეალურად აი აქ რო ვასწავლით coins შექმნას, კომპიუტერს შექმნის ერთხელ. ანუ ეს შეგიძლია წარმოვიდგინოთ როგორც singleton-ი რა, აი ობიექტი ხო გვაქვს ესეთი ტიპი, რომელიც ერთხელ იქნება და მერე ძირითადად ყოველთვის მაგ ერთ ტიპს უკავშირდებით. რაღაცა მსგავს აკეთებს single-ის, ანუ რეალურად ამ კომპიუტერის instance რო შექმნის, ამ კომპიუტერს ერთხელ რო შეგიქმნის სადღაც რა, კიდე სადმე სხვაგან თუ დაგჭირდება ამ კომპიუტერის გამოყენება, ახალ ობიექტს კი არ შეგიქმნის, გამოიყენებს იმ იგივე ობიექტს, რაც უკვე ერთხელ შეგიქმნა რა, ანუ რისი რაც უკვე ერთხელ აქვს შექმნილი რა, ანუ ქმნის ობიექტს ერთხელ და მერე სადაც დაგჭირდება ეს ობიექტი და სადაც coins მოთხოვ რომ მე კომპიუტერი მომეცი, მოგცემს ერთი და იგივე ობიექტის instance-ს რა, ანუ ერთხელ შექმნის, მეხსიერებაში შეინახავს და საბოლოოდ იმ მეხსიერებაში რასაც შეინახავს, იგივე კომპიუტერს მოგცემს ყოველი თხოვნის შემთხვევაში რა. Factory არის საპირისპირო ტიპი. Factory-ზე ისეთი თემაა, რომ თუ factory-ში ჩასვამ რაღაცას, ყოველი კომპიუტერის მოთხოვნის დროს მოგდის კომპიუტერის ახალი ინსტანსი. იქნის ახალი ინსტანსი კომპიუტერის და გაძლევს მაგ კომპიუტერის ახალი ინსტანსი. ანუ ყოველ დროს, როდესაც ჩვენ coins მოვთხოვთ, რომ მომეცი კომპიუტერი, მოგცემს ახალ შექმნილ კომპიუტერს. ხო. ამ შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ single დავტოვოთ და უბრალოდ რომ ნახოთ ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს, ხო? ანუ single დავწერეთ და single-ში ხა ამ coins უნდა უწეროთ ეს კომპიუტერი როგორ იქნება. ანუ ჩემ შემთხვევაში ხა მე აი ესე აუწერე ერთხელ ეს ყველაფერი და მე რო სადღაც ახლა კომპიუტერი დამჭირდეს, ხო? ესეთი რაღაცა, მაგალითად activity-ზე, ჩემს activity-ზე მჭირდება კომპიუტერი, რომ კომპიუტერის მაგალითად ფასი, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს 50-99, გამოვაჩინო დავუშვათ ჩემს text view-ში. ეგეთი მიზანი მაქვს, ხო? როგორ უნდა უთხრა ახლა მე coins, რომ კომპიუტერი მომცეს. coin-მა ხო უკვე იცის კომპიუტერის შექმნა, ჩვენ აქ ეს აუწერეთ, ხო? ეხლა რას ვაკეთებ? მე მოვდივარ ჩემს activity-ზე, სადაც ეს კომპიუტერი მჭირდება და ვაკეთებ შემდეგ რაღაცას. ნახე? Private val computer by აქ პრინციპში მიწერს ისედაც by inject. და აი აქ ისრებში უნდა ჩავაწოდოთ მოკლედ ის კომპიუტერ კლას იდეაში ეს საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ რატომაც ეხლა მთხოვს. ხო, მეგონი ეს activity სპეციფიკაა კონკრეტულად, ხშირად არის ხოლმე ამას საერთოდ არ ითხოვს, მაგრამ მოკლედ ესნაირად გამოიყურება, რომ მე რო კომპიუტერი მინდა, რაც ესეთ ჩანაწერს ვაკეთებ, by inject, სადაც ერთი ისრებში ვაწოდებ, რომ კომპიუტერის შექმნა მინდა და მე აქ პარამეტრად ვაწოდებ კიდე computer 2.2 class Java. ეს აქ ჩაწოდება შეიძლება ყოველთვის არ ჭირდებოდეს, იმიტომ რომ ეს inject-ი წესით არის coin Java component. ხო, ნუ ეს activity-ში ხდება ხა ამის გამოძახება დიდი ალბათობით და კონკრეტულად activity-ის თემა არის ხა ეს რაც აქ ხდება. ხო და საქმე რაში არის, რომ ჩვენ რომ ამას ვაკეთებთ და აქ რო ჩვენ კომპიუტერი გვაქვს განსაზღვრული პარამეტრებად ამ by inject-ის, coin-ი ადგება წავა თავის მოდულში და ნახავს სადმე ხო არ მაქვს ისეთი single-იან factory, რომელმაც იცის ამ კომპიუტერის შექმნა, ხო? ანუ მე რო main activity გავხსენი, აგერ არის კომპიუტერი და coins ვეუბნები, რომ by inject, ანუ აი აქ ჩამიინჯექტე კომპიუტერით ხო რა? ხო და coins რო ხედავს, რომ ოპა, აი აქ ეს კომპიუტერს მე მთხოვს, ჯერ წავა მოდულში, ნახავს. სად
მაქვს მე ეგ კომპიუტერი, ხო, განსაზღვრული. ჩვენ ხო აგერ დაუწერეთ ეს კომპიუტერი, ხო და კოინი რო აქ მოვა და შეამოწმებს თავის მოდულში, მაგას ნახავს, რომ ოპა, აი კომპიუტერი მაქვს. ანუ ვიცი კომპიუტერი როგორ შევქნაო. იტყვის კოინი, აიღებს ამ კომპიუტერის ინსტანსს და მომცემს ამ ადგილას რა. შესაბამისად, მე უკვე ყოველ ჯერზე არ მჭირდება, რომ თავიდან აქ ვწერო ისინი, რა ქვია. სადაც მე კომპიუტერი დამჭირდება, არ მომიწევს, რომ ჩემი ხელით ეგ ვაკეთო, უბრალოდ ერთხელ ვასწავლე კოინს და მე აქ buy inject-ში მე მაგას ავტომატურად თვითონ კოინი შემქმნის და მომცემს. შესაბამისად, მე ხა შემიძლია, რომ ჩემს binding.xpus ტექსტად დავაყენო ჩვენი კომპიუტერის მოდი ესენი არ გვინდა რომ პრივატულები იყოს. გვინდა ჩვენი კომპიუტერის CPU-ს და ეს ხონი პრივატული გავხადე. მინდა კომპიუტერის პროცესორის ფასი დავსვა ჩემს იმათ, რა ქვია, XPU-ს ტექსტად. ეხლა ეს არ იმუშავებს, დაიქრაშება. მაგრამ მაინც ნახოთ ეგ მომენტი. და რაღაცა კიდე გვაკლია. როგორც ხედავთ, დაიქრაშა და დამიწერა რა? მოდი ნახოთ ეხლა რა დამიწერა. Runtime exception. Unable to start activity. Coin application has not been started. ხედავ? შემოშავა რა ქვია. მე ვერ დავსტარტავ ანუ ვერ დასტარტავ activity-ო რა, იმიტომ რომ activity-ზე მე რეალურად აქ გავაკეთე ეს რაღაცა რომ კომპიუტერის inject-ი მოვითხოვე. მე აი აქ, მაგრამ რეალურად coin-მა რო იმუშაოს, აი ნახე, მიწერს კიდევაც რომ coin application has not been started. ანუ მე მჭირდება რომ ზოგადად dependency injection იმუშაობს ისე რომ აუცილებელია აპლიკაციის კლასში დავსტარტოთ, ანუ უნდა ის რა თქმა უნდა, ინიციალიზაცია უნდა გავუკეთოთ თვითონ coins, აი როგორც retrofit-ზე ვაკეთებდით, რომ retrofit წერტილი builder გქონდა და რაღაცებს ვაწოდებდით იქ რა, რომ retrofit-ი შევექმნა. ეგრე უნდა შევქმნათ coins და დავსტარტოთ რა, რომ უთხრათ coins როგორ მუშაობს და დაიწყოს უშუალოდ მუშაობა რა. მაგისთვის გვჭირდება ზუსტად ეს აპლიკაციის კლასი, რომელიც უკვე ერთხელ გაკეთებული გვაქვს. ჩვენ გვინდა რომ ეს კლასი შევქმნათ, გვექნება მაგალითად რაღაცა my რაცა რავი DI application dependency injection-ის აპლიკაცია მაგალითად რავი. შევქმნათ კლასი, ეს უნდა იყოს application-ის შვილი, როგორც ვიცით და ამ application class-ში ჩვენ აპლიკაცია როცა უშუალოდ იქმნება და ისტარტება, მაშინ უნდა დავსტარტოთ coin-ს. ეს არის პრინციპი. შესაბამისად, ამ application class-ში ჩვენ უკვე გვაქვს on create, რომელიც ასახავს იმას, რომ ჩვენი აპლიკაცია გაეშვა და მუშაობს. და ნუ აი აქ მოკლედ ავტომატურად მიწერს რომ ესეთი სინტაქსია start coin-ი უნდა გავაკეთო უბრალოდ ეს ერთი start coin და ამ start coin-ში მე უნდა განუსაზღვრო coins დამატებით ინფორმაცია. პირველ რიგში მე უნდა ვუთხრა coins რა მოდულები გააჩნია. ხო, DI-ში ჩვენ ხო შევქმნით პაკეტი და ამ პაკეტში გვაქვს app მოდული. coin-მა უნდა იცოდეს რომ ესეთი მოდული აქვს. ანუ ეხა ეს მოდული უბრალოდ აქ ცვლადში მაქვს მე შექმნილი, მაგრამ coin-მა არ იცის რომ ამასთან უნდა იმუშაოს. შესაბამისად მე რომ start coins აპლიკაციის კლასში ვაკეთებ, აქ უნდა გამსაზღვრო modules და აი ამ modules-ში მე აქ უნდა ჩავუტოვო ჩემი მოდულები. რეალურად აქ შემიძლია ჩამოვთვალო კიდევაც ეს მოდულები და ერთი არის რომ app მოდული შემიძლია ჩავაწოდო. მე თუ რამე მოდული კიდე მექნება მაგალითად სამ მოდულ, ხო? შეიძლება იყოს სიტუაცია რომ რამდენიმე მოდული გქონდეს. მაშინ შემიძლია რომ ეს მოდული წავდგე და აქ მეორე პარამეტრად ჩავამატო. ანუ რამდენი მოდულის მე მაქვს, ეს მოდულები აი აქ უნდა განუსაზღვრო coins. წინაგდე შემთხვევაში მე რომ რაღაცა მოდულში მეწეროს მაგას ვითხოვდე, წინაგდე შემთხვევაში მე ვერ შემიქმნის ინსტანს და აპლიკაცია დაიქრაშება. ასე რომ აქ ამ მოდულების განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ერთი. კიდევ ერთი nuance dependency injection-ი მარტივად რას გვაჰენდლინებს არის როგორ ქვია application coin application-ი არ გვინდა დაიცა ამას აქ უნდა კონდეს აპლიკაციის კონტექსტის განსაზღვრის შესაძლებლობა რომელიც მგონი არ არის logger-ი print logger-ი properties modules ხო იმიტომ რომ რეალურად ადრე ეგრე იყო მე მახსოვს ძველ ვერსიებში რომ აპლიკაციის კონტექსტით შეგეძლო გაგესაზღვრა მაგრამ მგონი მაგას ეხა უკვე
ახალ ვერსიებში ავტომატურად აკეთებს, ამიტომ ამ ეტაპზე რაც ყოფნის აბსოლუტურად არის უბრალოდ ეს ნაწილი რა. ანუ უბრალოდ აპლიკაციის კლასს რო ქმნი on create-ში, როდესაც აპლიკაცია, თვითონ აპლიკაცია იქნება, ვაკეთებთ start coins და ამ მოდულებს ვაძლევთ რა მოდულებთან უნდა იმუშაოს ამ coin-მა, მაგას ვასწავლით და რასაკვირველია მე ეს აპლიკაციის კლასი manifest-შიც უნდა განსაზღვროთ აი აქ name-ად, DI application. აი ეხა უკვე მე რო აპლიკაცია დავსტარტო, ეხა უკვე იმუშავებს. როგორც ხედავთ, ტექსტად მე ამან გამომიტანა 50.99, ანუ რეალურად ადგა ეს კომპიუტერი მე როგორც აქ აღუწერე, ეგრე შემიქმნა და მომცა და როგორც ხედავთ, აი ეგ არის ეს 50.99, ანუ რეალურად ეს კომპიუტერი ახლა შეიქმნა და ეს კომპიუტერი მე მაქვს აგერ. ეგ არის მუღამი. კიდევ ერთი ნიუანსი მეგობრებო, რაც coin-ში არის, ძალიან კარგად გაკეთებული. დაუშვათ მე სადღაც მჭირდება კონტექსტი რა. ჩვენ ხო გქონდა ისეთი თემა, რომ რაღაც აი მონაცემთა ბაზასთან რომ მუშაობდით, გვესაჭიროებოდა კონტექსტი, მაგის შესაქმნელად რა. წარმოვიდგინოთ, რომ კომპიუტერს რატომღაც ჭირდება კონტექსტი. ნუ რეალურად ეგეთი кейსი არ იქნება, რომ კომპიუტერს კონტექსტი ჭირდება, მაგრამ უბრალოდ ძალით შევქმნათ ესეთი სიტუაცია, რომ ვნახოთ როგორ შეიძლება coin-ის და dependency injection-ის შემთხვევაში მაგის დაჰენდლა. მაგალითად, მე თუ კომპიუტერში ან სადღაც ჭირდება კონტექსტი, ხო, დაუშვათ, მე შემიძლია ავდგე და ნახე რა ვქნა, მე შემიძლია ავდგე და აქ გავუწერო ეს კონტექსტი შემდეგნაირად. Android context უნდა იყოს წესით, რომელიც არ არის, დაიცა context with context ხონი ესე კი არ არის, ხონი get-ი შეგიძლია აქ რომ გააკეთო. ახალ ვერსიაში რაღაცები შეცვლილია აშკარად. ხო და მგონი get-ით შეგიძლია გააკეთო. მოდი ვნახოთ ალბათ თუ იმუშავებს. ადრე იყო მახსოვს, აი მე რომელ ვერსიაზეც მუშაობ, მანდარი რომ აქ აქვს ფუნქცია Android context-ი, რომელიც მაგას გაძლევს. მგონი dependency ჭირდება მაგას კიდე დამატებით თუ ეგრეა, დაიცა ვნახოთ აბა setup-ში აქ უნდა იყოს core coin Android-ია კიდე. ხო, დიდი ალბათობით აი ეს თემა არის ჩვენ რაც გვინდა 4.0.0 coin Android. ხო, მგონი ეს ტიპი უნდა გამოგვეყენებინა იმის მაგივრად. აი აქ Gradle-ში coin core-ის მაგივრად უნდა გამოგვეყენებინა coin Android. Core გამოიყენება მულტიპლატფორმაში. ჩვენ გვინდა კონკრეტულად Android-ის coin-ი. აი ეხა წესით უნდა იმუშაოს ამ ნაწილმა. კი, აი, აგერ არის Android context. კი, უბრალოდ არასწორი ის გქონდა დაიმპლემენტირებული შესაბამისად. ეხა უკვე იმუშავებს. არასწორი ბიბლიოთეკა ქონდა დამატებული. Core-ის მაგივრად უნდა დაგვემატებინა Android. Coin Android. და მაინც იქრაშება და რატო იქრაშება ეხა? იქრაშება იმიტომ, რომ runtime exception, მოდი ნახოთ, caused by missing Android context exception. Can't resolve context instance. Please use Android context function in your coin application configuration. კიდევ ერთი მომენტი მეგობრებო, რაც უნდა გავთვალოთ. ანუ ჩვენ აპლიკაციის კლასში რო დავსტარტეთ coin-ი, აი თავიდან რასაც ვაკეთებდი. აქვე ასევე უნდა განსაზღვროთ ამ აპლიკაციის კონტექსტი, ანუ coins უნდა უთხრათ მე რომ კონტექსტი სადმე დამჭირდეს, რა კონტექსტი მომცეს, ხო? აი მოდულები რო გავთვალე, აქვე უნდა ვთქვა context, აი Android context, ესეთი რაღაცაც უნდა დაუწერო მე აქ start coin-ში და უთხრა რომ კონტექსტი მინდა იყოს this, ანუ this DI application. ანუ აი ეს ტიპი მინდა რომ როდესაც თუ კონტექსტი დამჭირდა, მე მინდა რომ აპლიკაციის კლასი მომცეს რა. ანუ იმიტომ რომ რეალურად აპლიკაციის კლასი რო დავაკვირდეთ, ასევე მოდის კონტექსტიდან. ნახე, აი context wrapper-ი გვაქვს აქ, extends context wrapper და მე ეს context wrapper-ი კი ვიცით რომ აექსტენდებს კონტექსტს. შესაბამისად, სადმე თუ კონტექსტი დამჭირდება, შემიძლია აპლიკაციის კლასი გამოვიყენო და ზოგადად აპლიკაციის კლასის გამოყენება არის ყველაზე უსაფრთხო, იმიტომ რომ სინგლტონი არის. კონტექსტი ისეთი ტიპია, ეხლა ზოგადად რომ მაქსიმალურად უნდა იცოდოთ, რომ ყველგან არ ჩასვათ რა. ანუ
view model-ში მაგალითად კონტექსტი არ უნდა იყოს არანაირად, იმიტომ რომ შეიძლება მაგან crash-ები გამოიწვიოს და ძალიან ბევრი ბაგი გამოიწვიოს. იგივე ხდება view-ებთან, რაღაცა view თუ გაქვს ეკრანზე, view model-ში view არ უნდა იყოს არასდროს. იმიტომ რომ view-ს კონტექსტს მოიცავს და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც ნიუანსი არის მან. კონტექსტთან უნდა იყოს ყოველთვის ფრთხილად. მაგრამ თუ მაინც და მაინც კონტექსტი სადღაც დაგჭირდა, აი მაგალითად როგორც მონაცემთა ბაზის შემთხვევაში, იმიტომ რომ მან ფიზიკურად მონაცემთა ბაზას ვერ შექმნი თუ კონტექსტი არ გაქვს ისე რა. ასე რომ ეგეთ სიტუაციებში სადაც კონტექსტი მაინც და მაინც გვჭირდება, გამოვიყენოთ ხოლმე აპლიკაციის კონტექსტი, ანუ შეგიძლიათ აპლიკაციის კლასი გამოიყენოთ მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ სინგლტონია და მაქსიმალურად უსაფრთხო არის ამასთან მუშაობა. ხო და პირველ რიგში ესე იგი ამ აპლიკაციის კლასში უნდა გაუთვალოთ ეს ჩვენი კონტექსტი, რომ ვამბობთ, რომ აი Android კონტექსტი მე მექნება ვისი, ანუ აპლიკაციის კლასი. იქნება ჩემი კონტექსტი. შესაბამისად, მე რო შემდეგ სადმე მოდულში ეს Android კონტექსტი გამოვიყენო, ხო, აი კომპიუტერს რო ვაწყობ და მე ამ კომპიუტერის ასაწყობად მჭირდება კონტექსტი, რაც ჩვენ წინათ დავამატეთ. აი აქ მე შემიძლია დავწერო Android კონტექსტი და აი აქ მე მომივა ჩემი აპლიკაციის კლასი. და ეხლა უკვე მე რო გავუშვა ეს აპლიკაცია უკვე იმუშავებს, იმიტომ რომ კონტექსტიც იცის საიდან წამოიღოს და როგორც ხედავთ, აი 50.99 დაბეჭდა ისევ ეკრანზე. მაგრამ ეხლა კიდე ერთი ნიუანსი რა არის? ნიუანსი კიდე ერთი ის არის, რომ ზოგადად აი ესე გაკეთება არის ცოტა ისეთი თემა არის რა, ანუ უკეთესად შეიძლება ამის ჩალენჯი, რა მხრივ შეიძლება ეხლა უკეთ. პირველ რიგში ჩვენ უკეთესი იქნებოდა თუ ჩვენ ყველა შიდა დეპენდენსის კიდე ცალკე გავიტანდით. ცალკე რო გავიტანოთ, უკეთესი იქნებოდა. და რა გულისხმობ ეხლა რა? მე ცალკე გავაკეთებდი singles მონიტორისთვის. ცალკე გავაკეთებდი singles keyboard-ისთვის. ესეთნაირად. ცალკე გავაკეთებდი singles CPU-სთვის. ხო? და ცალკე, ну, Android კონტექსტისთვის არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ ეს ისედაც უკვე გათვლილი ტიპი არის რა და მოკლედ coins მე რო ვასწავლე ეხა როგორ შექმნას მონიტორი, ანუ ცალკე ვასწავლე რეალურად coins როგორ შექმნას მონიტორი, როგორ შექმნას keyboard-ი, როგორ შექმნას CPU რა. და მე აქეთ გავაკეთებდი იმას, რომ უბრალოდ gets ვიზამდი ამათზე და get-ი აკეთებს რას ეხა რომ get-ი ეუბნება coins რომ შენ უკვე იცი მონიტორის შექმნა და რა აი ის ტიპი მომეციო რა, ანუ რეალურად ეხა single-ში მე რო კომპიუტერს ვეუბნები coins რომ შემიქმნას, მე მონიტორში რო get-ს ვაკეთებ, ამით ვეუბნები coins იმას რომ შენ მონიტორის შექმნა უკვე იცი და წადი და რაც იცი იმის მიხედვით შემიქმნით ხო რა, ანუ რეალურად ჩვენ ხო მონიტორი აგერ გვიწერია. მე რო ეს აქ არ მეწეროს და get-ი ისე გავუკეთო მე მონიტორს, დაიქრაშება, იმიტომ რომ ვერ შექმნის კომპიუტერს რა, იმიტომ რომ მონიტორის შექმნა არ იცის, ანუ მონიტორის შექმნა არ იცის, მაგრამ მე get-ს ვეუბნები მაინც მონიტორზე რა. ანუ ეს get-ი არის უშუალოდ coin-ის ფუნქცია, ანუ ამ get-ს სხვაგან არ გამოიყენებს. ანუ ეს არის უშუალოდ coin-ის ტიპი. აქ მოდულში მუშაობს. ხო და მოკლედ თემა ისაა, რომ get-ს რო ვაკეთებ, აუცილებელია რომ მე თუ მონიტორზე get-ს ვაკეთებ, coin-მა იცოდეს მონიტორის შექმნა. ესეთი ნიუანსია. ესეთნაირად უკეთესია ზოგადად რომ დავყოთ ეს ყველაფერი, რომ უფრო მარტივად ვაკონტროლოთ მე სამომავლოდ რაღაცა დიდ პროექტებში ძალიან ბევრად უფრო მარტივი ხდება მე ამ დეპენდენსების კონტროლი რა. ხო, ისევ როგორც ხედავთ მუშაობს, მაგრამ coin-ის კიდევ ერთი მუღამი რა არის, მეგობრებო, რომ რეალურად ჩვენ რო ეხა ამ ყველაფერს ესეთნაირად წერთ, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ჩანაწერი კიდევ უფრო კომპაქტური და მოკლე გავხადოთ. და როგორ შეგვიძლია ეს რო გავაკეთოთ? აი მაგალითად coins აქვს ესეთი შესაძლებლობა, შეგვიძლია გავაკეთოთ single off და ესეთნაირად დავწეროთ რა. რითიც ნუ coin-ი ავტომატურად იზამს ამ ყველა get-ებს, Android კონტექსტს ავტომატურად იზამს თუ დაგჭირდება სადმე რა. ამ ყველაფერს მოკლედ ავტომატურად წერს, ანუ მარტივ შემთხვევებში, აი მაგალითად ახლა კომპიუტერის შემთხვევაში შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. რატო? იმიტომ რომ მონიტორი იცის როგორ შექმნას coin-მა, keyboard-ი იცის როგორ შექმნას, CPU იცის როგორ შექმნას და კონტექსტიც იცის როგორ შექმნას. ანუ მარტივი შემთხვევა გვაქვს, პროსტა get-ებია დასაწერი და Android კონტექსტია გამოსაძახებელი რა. ესეთ სიტუაციებში single-ის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ single off აქაც, single off და დავწეროთ ასეთნაირად computer და ეს უკვე აღარ გვჭირდება. ესთანაც დავწერეთ ხა ჩვენ ეს ყველაფერი. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ keyboard-ზეც. ნუ
ის უფრო თვალთან გამოსჩენ კარგად რო იყოს, ხო? მაგითო. კი, ზუსტად. და ოღონდ აქ ნახე ერთი ნიუანსია. აი აქ იგივე სერვიზამთ. იმიტომ რომ აქ მე CPU-ში მაქვს price და name. ხო ხტები და მე რო ესე დავწერო single off და დავწერო აქ CPU. price და name როგორ უნდა შემიქნას, ვერ შემიქნის რა. ეხლა მე ეს რო გავუშვა იდეაში დაიქრაშება. ხო იცის თვითონ რომ boolean-ია და string-ი ის. ხო, მაგრამ რა მნიშვნელობაა კონკრეტულად იცის? Okay, no definition found for type double. Check your module configuration and the missing type and or qualifier. ანუ არ ვიციო რა, ნახე, შეხედავს გეუბნება no definition found for type double. ანუ CPU-ს პარამეტრად CPU იღებს doubles. და მე არ ვიციო W როგორ შეგიქნაო შენ. ანუ W კი იცის რომ არის რაღაც თუნდაც boolean-ი არის W არის რაღაც, მაგრამ კონკრეტულად მნიშვნელობა რა არის არ იცის რა. შესაბამისად ვერ შეგიქმნის. ესეთ სიტუაციაში მაშინ ცალკე ისინიც უნდა შექმნა რა 50 და 99, ეს უნდა ასწავლო და მეორე კიდე უნდა ასწავლო მაშინ იმის შექმნა, string-ის შექმნა. ეხა რო გავუშვი, ეხა იმუშავებს. 50-99. ხო, ან როგორც ვარიანტი შეგეძლო უბრალოდ ეს კონკრეტული ნაწილი შეგეძლო ასე დაგეტოვებინა და დანარჩენი ხო ვინაიდან მარტივი შემთხვევებია, ესეთნაირად ჩამოუთვლითი რა. ესეც რა თქმა უნდა დასაკვირველია იმუშავებს 50-99. ხო. იგივე რო გაგვეკეთებინა ჰილტით, აქ იქნებოდა, ანუ ჰილში ცოტა სხვანაირი ეს არის რა, სტრუქტურა, ანუ დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, აქ იქნებოდა რაღაც ობიექტი იქნებოდა app მოდული. ესეთნაირად გამოიყურება ჰილტის შემთხვევაში და ამას ექნებოდა ანოტაცია რაღაცა module. კიდე რაღაც სხვა ანოტაციები აქვს იმას აქ install in singleton component და რაღაცეები და პლუს შიგნით უნდა ჩამოგეთვალა, ანუ ჩვენ აქ რო single off-ებად და რაღაცებად წერთ. Hilt-ში ეგრე მუშაობს, რომ შენ აკეთებ ფუნქციას provide computers, რომელიც აბრუნებს კომპიუტერს რა. ესეთი ტიპი არის. და აქ აკეთებ მაგ კალკულაციებს რა, ანუ რეალურად ესეთი თემა გაქვს, რომ შენ ეს თუ აქ single off-ში გაქვს და single-ში აქ რასაც წერ, მაგას ეგრე ასწავლი შენ coins როგორ შექმნას hilt-ის შემთხვევაში, ეს ხდება ფუნქციის სახით რა. ანუ ობიექტი არის app მოდული, რომელსაც module ანოტაცია აქვს და install-ინი ეს სად უნდა ჩაყაროს შენი შექმნილი dependency-ები, ეს უბრალოდ სხვა თემა არის, ამას არ ჩავკმაოდეთ. Просто თვალით რო გავარჩიოთ განსხვავებები რაშია რა. ამას ეს hilt-ი ხარ გვინდა. ხო და просто ფუნქციას წერებ, რასაც გინდა იმას არ ქმევ იდეაში, იმ შემთხვევაში ხა provide კომპიუტერი დავარქი და просто ამბობ ეს ფუნქცია რას უნდა აბრუნებდეს. და აი ესეთნაირად ასწავლი hilt-ის შემთხვევაში კომპიუტერი როგორ შექმნას. просто ამ ფუნქციას კიდე ზევიდან ჭირდება provide ანოტაცია და პლუს ჭირდება კიდე singleton. თუ გინდა რომ აი single-ი რასაც აკეთებს იგივე შედეგი მიიღო, მან ხო არის single და factory. single-ი რასაც აკეთებს იგივე შედეგი თუ გინდა მიიღო, პლუს კიდე ესეთი singleton-იც უნდა დააწერო თავზე. თუ არ დააწერ, მაშინ იგივე სიზამს რასაც coin-ის შემთხვევაში factory აკეთებს რა. ანუ ხო და ეხლა შესაბამისად ეხლა ამ შემთხვევაში hilt-ის შემთხვევაში ჩვენ ეხლა ერთ ფუნქციაში გავაკეთეთ ეს და წარმოგიდგენთ ეხლა ეს დანარჩენებიც რო გაგვეტანა ცალ-ცალკე. ხო ანუ ხო ბევრად უფრო დიდი კოდი გამოვიდა და ეგ არის ერთი სხვაობა coins-სა და hilt შორის, იმიტომ რომ აქ უფრო კომპაქტური და მოკლე ჩანაწერია, თან გასაგებად ბევრად უფრო მარტივია, ასე რომ პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ coin-ით დავუწყოთ და მერე შეიძლება hilt-ად შევეხოთ. უბრალოდ სწავლის მხრივ coin-ის გააზრება, როგორ მუშაობს და რას აკეთებს, ბევრად უფრო მარტივია ვიდრე hilt-ს. ასე რომ ხო, ეს არის ერთი როგორ რა იქნება და რანაირად მუშაობს ეს ყველაფერი და მე აქ როგორ ვაინჯექტებთ მაგას. ამ ეტაპზე, აი აქ რაც ახლა გავაკეთეთ ჩვენ app მოდულში და ასე შემდეგ. რამე კითხვები ხომ არ გაქვთ? ყველაფერი გასაგები იყო ეს როგორ მუშაობს რანაირად? კი. კარგი, მაშინ რა ვქნათ, იცი? მაშინ განვიხილოთ ეს ყველაფერი ცოტა უფრო რეალურ მაგალითზე. ცოტა უფრო რეალურ მაგალითზე განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად აპლიკაციაში არ გვაქვს კომპიუტერ კლასი. ჩვენ გვაქვს რეპოზიტორები, view მოდელები და რავი, სხვადასხვა რაღაცეები გვაქვს რა რეალურად. ასე რომ, მოდი მაგის მაგალითზე განვიხილოთ და კომპიუტერი, ეხლა აქედან წავშალოთ DI მოდულშიც ეს წავშალოთ და გავაცარიელოთ, არ გჭირდება
და 0-დან მივუყვეთ მაგ ყველაფერს. აქ მოდულში ჯერჯერობით არაფერი გვაქვს, მე დავამატოთ ეს ყველაფერი ნელ-ნელა. და აქაც ეს კომპიუტერის კლასი არ მჭირდება, ეს არ მჭირდება, binding-ი დავტოვოთ. და აქაც გავაკეთებაც fakes გავაკეთებ, просто რომ თვალით დავინახოთ მაგალითად როგორ ვიზამდით იგივეს data domain presentation-თან მუშაობის დროს, აი რეპოზიტორები და რაღაცები რო გვაქვს რა. პირველ რიგში ხა რა გვექნებოდა რა, პირველ რიგში ნუ მაგისთვის მე სპეციალურად ფოტოშოპის დავამატე retrofit-ი, რომ ვნახოთ ეს ყველაფერი რა როგორ ხდება. ხო და ნახე ხა რა ხდება. ჩვენ ხო retrofit-ს ანუ retrofit-თან როცა ვმუშაობდით რა, ჩვენ ხო გქონდა retrofit instance objects ვქნიდით და შინით გქონდა provide retrofit-ს, get retrofit და რაღაცეები გქონდა რა, რაც მაგ ყველაფერს აკეთებდა. ეხლა უკვე ეს მოვალეობა გადმოდის coin-ის მხარეს. ასე რომ ზოგადად როგორ ვაკეთებ ხოლმე მაგას, ახლა როგორ ვქნით retrofit-ს, როცა ვიყენებთ dependency injections. DI-ში ვქნით module-ს პაკეტი გვექნება. დავუშვით ვინაიდან ეხა მე მინდა რომ retrofit-ი ავწერო DI-ში და რაღაცა networking-ის ნაწილი, ზოგადად ნახე რას ვაკეთებ ხოლმე, ვაკეთებ networking modules რა. ან უბრალოდ network modules რა. ესეთი ფაილი იქნება, სადაც მე მექნება კონკრეტულად network module-ი, სადაც მე ავწერ უშუალოდ network-თან დაკავშირებული ობიექტები, ან networking-თან სამუშაოდ მე რა ობიექტებიც ვჭირდება, იქ როგორ უნდა შეიქმნას რა. network module-ი მექნება შესაბამისად, რომელიც არის module-ი. ეს module-ი რასაკვირველია აპლიკაციის კლასშიც უნდა გავთვალოთ ჩვენ აი აქ. მექნება network module-ი გასათვლელი და რას ვაკეთებ მე რა? ანუ coins უნდა ვასწავლო retrofit-ი როგორ შემიქმნას, იმის მაგერად რომ ანუ object-ი შევქმნა მაგისთვის და იმ object-ში მქონდა ეს get and create retrofit-ი და რაღაცეები, როცა DI-ს იყენებ, ეს მოვალეობა გადმოდის module-ზე. coin module-ზე აქ მექნებოდა მე single და აქ გავაკეთებდი მე მაგ თემას. ნახე retrofit წერტილი builder-ი მექნებოდა. ესეთნაირად რა. მექნებოდა retrofit builder-ი, ამაზე ვიზამდი მე რაც მჭირდება მე აქ base URL-ი, რავი, ნებისმიერი. რაც ცარიელი იყოს, არ გვაინტერესებს, ხა უბრალოდ მაგალითისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თვალით დავინახოთ ეს DI როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ რეალურ პროექტში. ახლა base URL-ი გვექნებოდა add converter factory, რაღაცა JSON converter factory წერტილი create გვექნებოდა, კიდე გვექნებოდა მერე ბოლოს build-ი. ხო, ამით ჩვენ ვასწავლიდით coins როგორ უნდა შეგვიქმნას retrofit და შესაბამისად coin-მა რო იცის retrofit-ი როგორ შექმნას, всё ანუ coins გამოიყენებდით თან დავაინჯექტებდით სადმე ან სხვა მოდულში სადაც დამჭირდებოდა იქ ჩავაინჯექტებდით ან რაღაცა რა, თავარია რომ coin-მა უკვე იცის როგორ იქნება retrofit. მერე დავუშვათ სერვისი თუ დამჭირდება ხო, მე ხომ მაგას data layer-ში ვაკეთებ, ანუ აქ მექნებოდა remote-ი. remote-ში მექნებოდა დავუშვათ ავიღოთ რაღაცა, რავი, test service-ი რაღაცა რა, ანუ просто ისეთ პონჩი გავაკეთოთ, რომ უბრალოდ დავინახოთ. აქ მექნებოდა რაღაცა ცალკე suspend ფუნქციები, რომელიც იზამდა რაღაცა get some data, რომელიც რაღაცა response დააბრუნებდა, response-თან, ну, არაფერს არ დააბრუნებდა, просто სატესტოდ წერთ ახლა ყველაფერს ჩვენ. აქ რასაკვირველია, მას თავისი get-ი ექნებოდა, რომელიც მივიდოდა ასევე, ну, არაფერზე არ მივიდოდა, მოკლედ ცარიელი ტიპია. და საქმე რაში არის რა? რომ გავაკეთებდი მეორე singles. აქ მე ხომ მინდა რომ ხა სერვისიც შევქმნა. ჩვენ ხო ისე ვაკეთებდით რომ retrofit-ს ცალკე ვქმნით და მერე ქონდა კიდე ცალკე რაღაცა ფუნქცია იყო ხოლმე get რაღაცა service და მერე retrofit-ით create-ს ვაკეთებდით და რაღაცეები რა. ეგეთი რაღაცა რომ მივიღოთ აქ, ესე იგი ერთი ვასწავლეთ coins როგორ შექმნას retrofit-ი, retrofit builder-ით აქ ყველაფერი აღუწერეთ და მეორე single-ში გვინდა ეხლა რომ ეს retrofit-ი რომლის შექმნაც coin-მა იცის, გამოვიყენოთ რომ მეორე single-ში გავთვალოთ უკვე თვითონ სერვისი. რა, რასაც აქ ჩვენ შევქმნით ხა წინათ ეს ტიპი რა, შევქმნათ. ხო და მაგის ვაკეთებთ რას, coin-მა ხო უკვე იცის retrofit-ი როგორ უნდა შექმნას. შესაბამისად coins ვეტყვით gets და ვეტყვით რომ მომეცი retrofit-ი, რომლის შექმნაც უკვე იცი და create-ი გამიკეთე მაგაზე ჩემი test services. ესნაირად. ხო, ანუ get-ში შეგიძლია აქ ისრებშიც გავთვალო ამ ეს get-ი როგორც უკვე ვახსენეთ, იმას აკეთებს რომ თუ retrofit-ისა თუ coin-მა იცის რამის შექმნა, მაგას მომცემს რა. ანუ ჩვენ შემთხვევაში retrofit-ი უკვე აღუწერეთ coins, რომ აქ იქნება ეს უკვე იცის coin-მა retrofit-ი როგორ შექმნას, შესაბამისად
აქ მე მეორე სინგლში მე რო get retrofit გავაკეთო, ვინაიდან coin-მა უკვე იცის retrofit-ის შექმნა, აი ამის დახმარებით, აი აქ მომცემს retrofit-ს და ბოლოს მაგაზე გააკეთებს create-ს. ანუ ეხლა ჩვენ გამოდის ეს რაღაც რომ აქ ვასწავლეთ retrofit-ს, ისა coin-ს როგორ შექმნას retrofit-ი, აქ ვასწავლეთ coin-ს ამ retrofit-ის გამოყენებით როგორ შექმნას test service. ესეთი ეს რაღაცა გავაკეთეთ ხა რეალურად ჩვენ, რასაც ვაკეთებდით ცალკე retrofit instance-ის object-ში. პლუს აქ როგორი რაღაცა ხოლმე იცი რომ ზოგადად ეს converter factor-ებიც ცალკე გაგოგ ხოლმე რა, ანუ შეიძლება და ეს ტრას გავაკეთებინა რომ აქ კიდე ერთი single გქონოდა და ამ single-ში გქონოდა ეს JSON converter factor-ი გატანილი. ესეთი რაღაცა შეიძლება და გავაკეთებინა და აქ მე გვექნა get. ესეთი რაღაცაც შესაძლებელი იყო. და ზოგადად პროექტსაც გააჩნია, ეხლა ყოველთვის ესე თვალ დეტალებში დაყოფა არ გჭირდება, არა საჭირო თუ არ მოითხოვს სიტუაცია მაგას რა, ანუ ამ შემთხვევაში ეხლა ყოველთვის გარანტირებულად ვიცით რომ JSON converter factor იქნება მანდ, ასე რომ ამაზე პრობლემა არ არის. შეგვიძლია ეს დავაბრუნოთ როგორც იყო ისე, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაყოთ. ამ შემთხვევაში ესეც საკმარისი იქნება, ხო? network module-ში მოკლედ ეს ყველაფერი მე აღუწერე შესაბამისად ჩემმა coin-მა უკვე იცის retrofit-ის შექმნას და service-ის შექმნას. მე კიდე რა მაქვს მე ხა ჩემს აპლიკაციაში, ხო? კიდე მაქვს ხოლმე domain-ში პირველ რიგში უნდა შევქმნათ repository. ხო, მექნებოდა რაღაცა interface-ი, test repository. რომელიც იზამდა რას, რომ ამ repository-ში მე მექნებოდა ჩემი data. ხო? ანუ მექნებოდა რაღაცა suspend ფუნქცია get some data რომელიც ამებრუნებდა ნუ unity იდეაში არ სადამბრუნდა მოკლედ ეს უბრალოდ ისე თქონში ვაკეთეთ ახლა და მექნებოდა მე data-ს მხარის ჩემი repository ამ repository-ის იმპლემენტაცია მექნებოდა როგორც ასევე ბოლო ლექციებზე გავაკეთეთ. ხო, მექნებოდა test repository implementation-ი რომელიც იქნებოდა ჩემი test repository-ის შვილი. ესეთნაირად. და ამ test repository-ის იდეაში ნახე, აქამდე როგორ ვაკეთებდით ჩვენ? აქამდე ვაკეთებდით ისე, რომ repository-ში გქონდა ამავე დონეზე ვქნიდით ჩვენს service რა, ესეთნაირად. გქონდა რომ ვაკეთებდით retrofit instance-დან მოკლედ მოგუქონდა ჩვენი test service. რეალურად, მეგობრებო, ესეთი რაღაცეები, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, რეალურად ეს ყველაფერი უნდა მომდიდეს პარამეტრებში. რა, ანუ რეალურად ჩვენი repository პარამეტრად უნდა იღებდეს ამ ჩვენ service. test service. ესეთნაირად. უბრალოდ პარამეტრებად იღებდეს. ჩვენ აქამდე ქვევით ვქნიდით. მაგრამ ეხლა ვინაიდან უკვე DI-ზე გადავედით, შესაბამის დონეზე უნდა ვწეროთ ეს ნაწილიც, რომ რეალურად ეს ყველაფერი უნდა იყოს პარამეტრებში. ესეთნაირად. შესაბამისად, ნახე ხა მე მაქვს აქ აბსტრაქცია ჩემი repository-ის, მაქვს იმპლემენტაციაც უკვე გაკეთებული, სადაც აქ შემიძლია რავი. რაღაცა გავაკეთო. ხო? შემიძლია რაღაცა გავაკეთო და ეხლა ჩემი მიზანი რა არის, რომ coins მე უნდა ვასწავლო ამ repository-ის შექმნაც, ხო? ნახე? მე ვდგები და DI-ში ხომ აქ network module-ი. repository-ებისთვის ცალკე module-ს შევქმნი. ეს რა საკვირველია თქვენ შეგიძლიათ ერთ module-შიც ჩაყაროთ, აი როგორც სულ თავიდან გავაკეთეთ app module-ი რო დავარქვით რა. რა საკვირველია შეგიძლია ეგ ერთ module-ი შექმნა და ყველაფერი მანდ ჩაყარო. უბრალოდ უფრო კარგი არის თუ დაყოფ მაგ ყველაფერს, რომ network-ის რაღაცეები network module-ში გქონდეს, repository-ები უნდა ასწავლო coins როგორ შექმნას ეს უკვე repository module-ში, ხო? repository module. ესეთნაირად repository module-ში უნდა გავაკეთოთ მოკლედ ეს ყველაფერი. აქ შევქმნით ცალკე module-ს, repository module. რამე კითხვა თუ ექნებათ, ეგრევე გამოვშვით ხელისაწვევის და რაღაცების გარეშე. ხო, repository module-ს შევქმნით და აქ ასევე ვასწავლეთ ჩემს coins როგორ შექმნას ეს test repository. რო აქ მექნებოდა single და მექნებოდა ჩემი test repository implementation-ი, რომელსაც ჭირდება რა service-ი. ხო? აქ როგორც ხედავთ, ჩემს test repository implementations ესაჭირება service-ი, რომელიც ასევე იცის coin-მა როგორ უნდა შექმნას. ხო? network module-ში რო გადავიდეთ, აგერ არის. აგერ გვაქვს აღწერილი ჩვენ coin-ისთვის service-ი როგორ უნდა შექმნას. შესაბამისად, coin-მა ხო უკვე იცის service-ის შექმნა. შესაბამისად, მე აქ
სერვისს რომ თხოვს ეს უბრალოდ get-ი შემიძლია გამოვიყენო. და როგორც ჩვენ ვიცით, თუ ესეთი მარტივი შემთხვევა გვაქვს, ესენი რო არ წეროთ, შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ single off-ი და გავაკეთოთ snare test repository implementation. ესეთნაირად. თითიც უკვე coin-მა იცის როგორ შექმნას ჩვენი test repository. და ეხლა რა დაგვრჩა? დაგვრჩა view მოდელი, რომელიც ამ ყველაფერს საბოლოოდ აერთიანებს, ხო? ხო და რა საკურველია, მე მექნებოდა presentation-ში main activity ხო გვაქვს, მექნებოდა main view მოდელი. ეს ტიპი მექნებოდა. ხო და ეს main view მოდელი რო მექნებოდა, იქნებოდა ჩვეულებრივად view model კლასი. და ასევე ჩვენ ხო view model-შიც ქვევით ვწერდით აქ repositories. იგივე მიდგომა აქაც, რეალურად ეს ყველაფერი უნდა წავიდეს პარამეტრებში. უკვე პარამეტრებში უნდა ჩავატაროთ ესეთი რაღაცები, ანუ პრივატული ვალ მექნებოდა repository, რომელიც არის ჩემი test repository. აი კიდე ერთი ნიუანსი მეგობრებო. როცა მე პარამეტრებში ვაწოდებ, მე უნდა ჩავაწოდო აბსტრაქცია. ადიდი. უნდა ჩავაწოდო აბსტრაქცია. ნახე, მე შემიძლია დამეწერა test repository implementation-იც. მაგრამ მე რო იმპლემენტაცია დავწერო, ეს არასწორია, ეს არღვევს ერთ-ერთ solid-ის პრინციპს, კონკრეტულად მეხუთე პრინციპს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ობიექტი არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტიკაზე, არამედ უნდა იყოს დამოკიდებული აბსტრაქციაზე და აბსტრაქცია არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტიკაზე, არამედ უნდა იყოს დამოკიდებული დეტალებზე. Короче, ავირე ხა ცოტა. მოკლედ რო ვთქვათ რა, ობიექტი არ უნდა იყოს დამოკიდებული აბსტრაქციაზე, არამედ ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტიკაზე, ანუ implementation-ზე ჩვენ შემთხვევაში, არამედ უნდა იყოს დამოკიდებული აბსტრაქციაზე. აბსტრაქცია კი არ უნდა იყოს დამოკიდებული დეტალებზე, არამედ დეტალები უნდა იყოს დამოკიდებული აბსტრაქციაზე. აი მაგას ახლა გეტყვით რას გულისხმობ რა, ახლა მეორე ნაწილი ცოტა უფრო რთულად ჟღერს მესმის, მაგრამ მეორე ნაწილი ამიტომაც დავიწყოთ. აქ თავარი არის პირველი ნაწილი, რომ ზოგადად ობიექტი ჩვენ შემთხვევაში view მოდელი, რომელიც გვაქვს როგორც გვახსენე, ეს არის ობიექტი და არ უნდა იყოს მოკლედ ობიექტი დამოკიდებული კონკრეტიკაზე. ან ჩვენ შემთხვევაში ეს test implementation-ი არის კონკრეტიკა. ჩვენ გვჭირდება რეალურად, რომ ეს კლასი გავხადოთ დამოკიდებული აბსტრაქციაზე და ზუსტად მაგისთვის გვაქვს ეს test repository, რომელიც არის აბსტრაქტული. ეს რისთვის გვინდა მაგასაც ასევე გეტყვით, მაგაზე გადავალთ ცოტა ხანში. და რატო ვაკეთებთ ამას, რომ ეს repository გვაქვს ინტერფეისი და მე ამის იმპლემენტაციას ვაკეთებ კიდე ცალკე რა. მაგას ვახსენებ, ვიტყვი რატომაც ხდება ეგრე. ხო და დავალებაში ეგრე იყო. კი, დავალებაში ეგრე იყო, იდეაში გვქონდა repository. ერთი იყო მთავარი და მეორე ქვედა. implementation. implementation-ი ვერ ქონდა data-ში. ეგ რატო ხდება, მაგას ახლა გეტყვით. ჯერ ისე გავაკეთოთ, რომ ეს მთლიანი chain-ი ჯაჭვი შევქმნათ, coins ვასწავლოთ როგორ შექმნას და უშუალოდ ვნახოთ ეს ყველაფერი და მე გეტყვით, ეგ რატო ხდება ეგრე, რატო გვაქვს ეგრე. კარგი, მოკლედ main view მოდელი შევქმნით და ნახე view მოდელის შემთხვევაში მე რეალურად უკვე აქ პარამეტრებად ჩავაწოდებდი მაგ ყველაფერს რა. და ნუ აქ შეიძლებოდა რაღაცა ფუნქცია მქონოდა, მე get data, რომელიც ამ repositories get some data-ს გამოიძახებდა. ნუ ეს იქნებოდა რასაკვირველია model scope-ის launch. ხო. ეხლა რა ხდება? repository კაი აგერ არის, okay, მაგრამ main view მოდელი ხო უნდა შექმნას coin-მა, მე რო დამჭირდება view მოდელი, coin-მა უნდა იცოდეს ეს view მოდელი მე როგორ შემიქმნას. ხო და ეგეც coins უნდა ვასწავლოთ რა. ეგ მაგისთვისაც DI-ში წავალთ და გვაქვს network მოდული, გვაქვს repository მოდული და შევქმნით კიდე view მოდელებისთვის ცალკე modules, გვექნება view models module. რომელიც ასევე ფაილია, რომელშიც ასევე მექნება ვალ view models module, udres modules და view მოდელი უკვე singlet და factory-ით კი არ უნდა შევქმნათ. view კონკრეტულად view მოდელებისთვის coins აქვს ცალკე ფუნქცია, რომელსაც ქვია view model, ესეთი ტიპია. და აქ უნდა ავწეროთ ჩვენი view მოდელი. ანუ view models-ს აქნით გამოიყენეთ ეს ტიპი. იმიტომ რომ view models აქვს შექმნის სხვანაირი პრინციპი, მეგობრებო, აქამდე, ანუ პარამეტრს იმიტომ არ ვაწოდებით, რომ რეალურად ნახე view models-ს რო შენ აქ პარამეტრებს აწოდებ, ამ პარამეტრების ჩაწოდება ესე მარტივად რეალურად არ ხდება რა. ანუ შენ როგორ ქმნი ხოლმე view models, ხო გვაქვს დელეგატი by view models და მე პროსტა ისრებში აქ ვაწოდებდით
რა ტიპი იყო view მოდელი, ხო? ანუ რეალურად ჩვენ მანდ არ გაქვს სივრცე იმისთვის, რომ პარამეტრები view მოდელს ჩააწოდოთ. ცოტა უფრო პრობლემატური თემა არის ეგ, იმიტომ რომ მანდ გჭირდება რომ შექმნა view მოდელისთვის ფაბრიკა, იმიტომ რომ view მოდელი ცოტა სხვანაირი ტიპია და სხვანაირად იქმნება ზოგადად. და დაგჭირდებოდა რომ შეგვექნა იქ view მოდელისთვის ფაბრიკა, რომელიც მაგ პარამეტრებს დაჰენდლავდა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მუღამი ის არის, რომ coins ეგ ფაბრიკები და რაღაცები, ანუ view მოდელის შექმნა სწორად როგორც ხდება, coins უკვე ავტომატურად გათვლილი აქვს რა ეგ რა. ასე რომ, როცა coins ვიყენებთ ან dependency injections ვიყენებთ ზოგადად hilt-საც, შეგვიძლია ძალიან მარტივად ეს პარამეტრები გადავაწოდოთ view models და რეალურად ზოგადად სწორია რომ პარამეტრებად მიიღოს კლასმა ეს ყველაფერი. რატო ახლა? იმიტომ რომ მე როდესაც მე ეს მაქვს პარამეტრად, მე შემიძლია ეს გამოვცვალო ნებისმიერ დროს რა. მე შემიძლია სადღაც რომ main view model-ი მჭირდებოდა ეს რაღაცა ერთი რეპოზიტორი ჩავაწოდო, სადღაც მეორე გარო მჭირდებოდა ეს მეორე რეპოზიტორი ჩავაწოდო, ანუ უფრო ესეთი კონფიგურირებადი ხდება ჩემი კლასი. და როდესაც მე შიგნით ვქნი მაგას, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ერთხელ რაღაცა შეიქმნება და მე მაგას უკვე ვეღარ ამოვცვლი რა. ანუ კოდში რო შემოვიდე და ეგრე გადავწერო, კი, ამოვცვლი, მაგრამ უშუალოდ გამოყენების დონეზე ვამბობ რა. მე როცა main view model-ს შევქმნი, თუ მე შიგნით ვიწერია რაღაცა, მე იმას გამოყენების დროს view model-ის ვერაფრით ვერ შევცვლი რა. აქ კიდე მე შემიძლია რომ ხან ერთი ტიპის რეპოზიტორი ჩავაწოდო, ხან მეორე ტიპის რეპოზიტორი ჩავაწოდო, იმიტომ რომ უკვე პარამეტრებად მაქვს რა და ეს view model-ი ჩემი ბევრად უფრო კონფიგურირებადი გახდა. ამიტომაც არის რეკომენდირებული რომ ესენი ჩავაწოდოთ პარამეტრებად და არა ქვევით და მით უმეტეს რომ უკვე dependency injection-ი ავხსენით და ეს ნაწილი ბევრად უფრო უნდა გამარტივდეს ტესტი. ხო და view models მოდულში დავწერეთ ეს და ნუ ახლა ჩვენ ხო ვიცით რომ ესეთ მარტივ შემთხვევაში რას ვიხენებთ, ნუ როგორც single-ში და factory-ში ქონდა single off-ი და factory off-ი, ნუ factory-საც აკეთეთ რაღაცა, რეპოზიტორსაც ნუ ეს simple შემთხვევა როგორ და get-ები და რაღაცები რო ვწეროთ, უკვე თუ იცის coin-მა ხო აქ ხა view models რა ჭირდება. view models ჭირდება რეპოზიტორი. როდის სახელსაც მიუწერა. რეპოზიტორი ჭირდება და get-ს აქ იმიტომ ვაკეთებ, რომ რეპოზიტორის შექმნა coin-მა უკვე იცის. აი, რეპოზიტორი მოდულში გვაქვს ჩვენ ეს აღწერილი. coin-მა უკვე იცის ეგ როგორ შექმნას რა. ამიტომ ეს ახლა ესენი რო ვწერო, შეიძლება view models კიდე ბევრი სხვა პარამეტრი ქონდეს რა. შეიძლება view model-ში აქ ქონდეს ბევრი სხვადასხვა რეპოზიტორი. და დაჟე შეიძლება იქ use case-ებიც აა კიდე ერთი ფენა რა, დამატებით რომელიც არ აგვიხსნია. შეიძლება ბევრი use case-ი შეიძლება ქონდეს view models რა. ეს ახლა get-ები რო ვწეროთ, აქ მილიონი get-ი და რაღაცა, უბრალოდ დაწერ view model of, როგორც single-ზე ვწერდით და დავწერთ ჩვენს main view models ესეთნაირად. იმიტომ რომ coin-მა ისედაც იცის ყველა პარამეტრი როგორ უნდა შექმნას ამ view model-ის. ეხლა უბრალოდ უნდა ავდგეთ და ჩვენს მოდულებში აქ აპლიკაციის ხარეს უნდა ჩავამატოთ, ესე იგი networking მოდული გვაქვს დამატებული, repository მოდულსაც დავამატებ და view model-ის მოდულიც ასევე აქვე უნდა ჩავამატოთ. შესაბამისად უკვე coin-მა იცის ამ ყველა მოდულთან მუშაობა და ამ ყველა ობიექტის შექმნა. ანუ ეხლა რა გამოვიდა, ნახე, მე coins ვასწავლე როგორ უნდა შექმნას view model-ი. ხო, საქმე რაშია, view model-ი იღებს რეპოზიტორს, ხო? შესაბამისად, რეპოზიტორის შექმნას ასევე მე ახსნილი მაქვს coin-ისთვის, აი აქეთ ხარეს, რეპოზიტორი მოდულში. აი აქ მაქვს მე ნახსენებით ჩემი test repository implementation-ი, როგორ უნდა შექმნას ჩემმა მოდულმა. ხო და coin-მა. და პლუს ამას ამ რეპოზიტორის ხო კიდე სერვისი ჭირდება. ეგ სერვისიც ასევე coin-ისთვის ახსნილი მაქვს, როგორ იქმნება, ხო? ვასწავლე coins რო ჯერ retrofit-ი როგორ შექმნას და მე ამ retrofit-ის გამოყენებით ვასწავლე სერვისი როგორ შექმნას რა. ანუ უბრალოდ single-ში და ანუ ერთ-ერთი რაც აქ გასამახსოვრებელი არის, რომ single და factory და view model-ი გვაქვს, ამ coin-ის ფუნქციები და შიგნით ვაკეთებთ უბრალოდ იმას, რომ ვქმნით რაღაცეებს რა, რითიც coins ვასწავლით რა როგორ შექმნას. სულ ეს არის მთელი პრინციპი რა. ანუ პროსტა ვასწავლით coins რა როგორ შექმნას. და შემდეგ by inject-ით შეგვიძლია ეგ რაღაცები მოვითხოვოთ რა. სულ ეგა დანარჩენს მთელ ციკლს coin-ი თვითონ აკეთებს და მე ხა როგორი სიტუაცია მექნება, იცი მე რომ სადმე დამჭირდეს ან რეპოზიტორი, ან view model-ი რაღაცა, ხო? მე პარამეტრებში არ მომიწევს მაგის უზარმაზარი ციკლის ჩამოწერა რა. მე უბრალოდ coin-ს ვეტყვი, coin-მა უკვე იცის ყველაფერი რა როგორ იქნება, მოვა და ავტომატურად ყველაფერი შემიქმნის. ხო და შესაბამისად, აი აქაც main activity-ში მე ავდგებოდი და ნახე private view model-ი მექნებოდა. და ოღონდ ნახე view model-ის შემთხვევაში
by injects არ ვიყენებთ რა, იმიტომ რომ view model-ი როგორც გვახსენეს სხვანაირად იქნება, by injects ვიყენებთ, როდესაც ვქმნით რაღაცა სხვა ნებისმიერ ტიპს. რა, ანუ view model-ს თუ არ ვქმნით, რაღაცა კლასი და რეპოზიტორს რო ვქმნით მაგალითად, ან სერვისი თუ გვინდა რომ მოგუცეს coin-მა, ან retrofit-ი თუ გვინდა რომ მოვითხოვოთ, ხო? ეგეთ შემთხვევაში კი ვიყენებთ by injects, მაგრამ view model-ი არის ცოტა განსხვავებული სიტუაცია. View model-ისთვის ვიყენებთ by view models. ნახე განსხვავება. აქ არის ორი by view model, ერთი არის by view model-s, აი ეს S-ი რო აქვს ბოლოში, ეს არის რასაც აქამდე ვიყენებთ. Coins აქვს თავისი უბრალოდ by view model, ანუ ბოლოში S-ის გარეშე. ეს არის უშუალოდ coin-ის view model-ის შექმნის პრინციპი, თვითონ coin-ი რის დახმარებითაც ქმნის view model-ს. ჩვენ გვჭირდება S, არა S, ბოლოში S-ი რო აქვს. ეს არის აქამდე რასაც ხვავდით, სტანდარტული ტიპი რა. რეალურად hilt-ი მაგალითად hilt-ზე რო ვწერდეთ, hilt-ი აი ამას ხმარობს. ბოლოში S-ი რო აქვს. ჩვენ გვინდა S-ის გარეშე. ეს არის უშუალოდ coin-ის ფუნქცია, რომელითაც თვითონ coin-ი ქმნის view model-ს. ასე რომ ეს უნდა გამოვიყენოთ და აქ უბრალოდ უნდა ვუხდეთ, რომ მინდა მოკლედ ჩემი main view model-ი. და რას იზამს ახლა coin-ი? გახსნის activities. ნახავს, რომ აი აქ მე ტიპი მთხოვს main view model-ს. იცის თუ არა coin-მა main view model-ის შექმნა? იცის. აი ეგ რა ჩვენი main view model-ი. ასევე coin-მა იცის ისიც, რომ main view model-ს ჭირდება რეპოზიტორი შიგნით. იცის თუ არა რეპოზიტორის შექმნა, კი? აქვე ვასწავლეთ რეპოზიტორის შექმნაც. მაგრამ მან კიდე ნახავს, რომ რეპოზიტორის სერვისი ჭირდება, რომლის შექმნაც ასევე coin-მა იცის. აი აგერ გვაქვს ყველაფერი აღწერილი. ეს coin-ი ადგება ამ ყველაფერს შექმნის ერთმანეთში ჩასვამს ავტომატურად, ჩვენ ვაფშე არ მოგვიწევს მაგაზე ფიქრი და უბრალოდ ადგება და საბოლოოდ ამ ყველაფერს რო აწყობს, view model-ს მომცემს აქ, გამზადებულს რა. ეს არის მუღამი და მე შემიძლია რომ ამ view model-ს მე get data გამოვიძახო ამ view model-ზე. ესეთნაირად. ეს ხა იდეაში რო გავუშვათ, შედეგს ხა ვერ ნახავთ, იმიტომ რომ რეალურად არაფერი არ ხდება. მაგრამ თუ არ დაიქრაშა, ესე იგი ყველაფერი მუშაობს და წესით უნდა დაიქრაშოს, კი? დაიქრაშა, იმიტომ რომ რეალურად ერთი რაღაცა გამოგჩა. რაღაც გაკეთება გამოგჩა, მაგას ახლა ვნახავთ. ნახოთ ჯერ რას გვიწერს. გვიწერს, რომ instance creation exception could not create instance for main view model. ვერ შევქმნიო main view model-ი. კაი, მოდი ვნახოთ ახლა რატო ვერ შევქმნა. კიდე ჩამოვუყვეთ ქვევით. ქვევით კიდე რას გვიწერს? Could not create instance. ვერ შევქმნიო main view model-ი, კაი ეს უკვე გავიგეთ. კიდე რაღაცა ისეთი გვინდა, ნახე. ოპა. Caused by no definition found exception. No definition found for type test repository. Check your modules configuration and add missing type or qualifier. ანუ, ნახე რას მეუბნება? მეო ვერ ვნახეო definition-იო test repository-ისთვის, ანუ მეო არ ვიციო test repository როგორ შევქმნაო. იმის მიუხედავად, რომ მე რეალურად repository module-ში აღვწერე ეს, მაგრამ ნახე, აი აქ პრობლემა რაში არის. test მე რეალურად view model-ში რო გავხსნათ ჩვენი view model-ი, მე აქ ვითხოვ test repository-ის, ანუ აბსტრაქციას ვითხოვ და არა იმპლემენტაციას, ხდები? ჩემმა მოდულმა იცის test repository implementation-ის შექმნა, არა აბსტრაქციის. და რეალურად აქ ნახე რა ხდება, მოდულში არც უნდა იცოდეს აბსტრაქციის შექმნა როგორ ხდება. მოდულში ვქნით კონკრეტულ იმპლემენტაციებს, ანუ რეალურად main view model-ი აბსტრაქციას უნდა უყურებდეს კიდევაც, ანუ არ უნდა შევცვალოთ ეს ნაწილი. უეჭველი აქ აბსტრაქცია უნდა იყოს, მოდულში უნდა იყოს იმპლემენტაცია, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აქ იმპლემენტაცია და აბსტრაქცია ტიპების დონეზე მაინც სხვადასხვანაირად უყურებს ტიპების დონეზე ამას coin-ი რა და მე რო აქ test repository მაქვს, test repository implementation-ი იმის მიუხედავად რომ კი test repository-ის შვილია, coin-ისთვის მაინც განსხვავებული ტიპები არიან რა. ეს მომენტი რომ გამოვასწოროთ, single of ესეთ შემთხვევებში ან თუ გვაქვს აბსტრაქცია აქედან და გვინდა რომ ამ აბსტრაქციაში ეს კონკრეტული იმპლემენტაცია ჩავასმევინოთ coin-ს, ესეთ სიტუაციებში single of-ზე გარედან უნდა დავწეროთ binds. და ამ binds-ში უნდა ჩავაწოდოთ test repository. წერტილი class. class წერტილი java for უნდა მას. კონი binds კი არა, bind უნდა აქვს. ხო, აი ესეთნაირად. binds არა bind-ი. და ეს იზამს რას, რომ მოკლედ ეს ეუბნება coin-ის შემდეგ რაღაცას, რომ შენ შემიქმნიო test repository implementation-ი და ეს test repository implementation-ი მიმიბი test repository-ზე თქო რა. ანუ შესაბამისად, ეხა უკვე იზამს ისეთ რაღაცას, რომ ჩვენ ხო უეჭველი ვიცით, რომ ეს test repository implementation-ი არის test repository-ის შვილი, ხო? შესაბამისად, test repository implementation-ი მე აქ უეჭველი უნდა შეიძლება რომ ჩამიჯდეს. ანუ
ყველანაირი პრობლემის გარეშე. ხო და შესაბამისად გამოვა ის რაღაცა რომ ეხა უკვე coins ეცოდინება რომ ოკეი მე რო test repository implementations შევქმნი test repository-ში ჩაგისვამ. ანუ ვინაიდან ჩვენ ხო აი აქ view model-ში კონკრეტულად test repository-ს ვითხოვთ და არა test repository implementations. შემთხვევაში შესაბამისად ეხლა უკვე coin-ი რო ადგება და implementations შექმნის, უკვე შეიძლება რომ აი აქ მე აბსტრაქციის ადგილას ჩამისვას ეს implementation-ი, იმიტომ რომ bind-ი ზუსტად მაგას აკეთებს რა. Bind-ი აკეთებს იმას რომ რაღაცა კონკრეტულ class implementations აბამს აბსტრაქციაზე რა. ხო და მე ეხა უკვე რო გავუშვა აპლიკაცია. ყველაფერი იმუშავებს წესით, მაგრამ დაიქრაშა მაინც. ეხა ვნახოთ რაზე დაიქრაშა. ეს უკვე პრობლემა არ არის, ეს უშუალოდ უკვე retrofit-ის თემა არის, იმიტომ რომ ნახე აქ მიწერს რომ expected URL scheme HTTP or HTTPS. მე ხო base URL-ში ცარიელი string-ი დავტოვე. ანუ თვითონ coin-მა ეხა იმუშავა. ეს ნაწილი უკვე დიდად პრობლემატური არ არის. მაინც და მაინც ეხა რო დავინახოთ, რავი, შეგვიძლია ნახოთ ეგ ნაწილი რამე fake-ია ვიღოთ JSON placeholder-ი მაგალითად რომ პროსტა აპლიკაცია დაირანოს რა. ხო დავუშვათ ეს API ავიღოთ და წარმოვიდგინოთ რომ ამასთან რეალურად აქედან არაფერს არ წამოვიღებთ ეხა ჩვენ, მაგრამ უბრალოდ რომ არა დაიქრაშოს ეხა ეს უკვე ამის თემა იყო. და всё, იდეაში ეგ არის, ეხა რომ გავუშვა იმუშავებს. როგორც ხედავთ, აპლიკაცია გაიშვა, ნუ ახლა ეკრანზე ვერაფერს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა იქ არანაირი მონაცემები არ საიდან არ წამოგვიღია და ეგეთ რაღაცები არ გაგვიკეთებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ გაიშვა, იმას ნიშნავს, რომ ანუ ჩვენმა coin-მა შექმნა ჩვენი view model-ი. შესაბამისად, მეგობრებო, ეს თნაირად მუშაობს ეს მთელი dependency injection-ი, რომ პროსტა უბრალოდ აი ისაა ეს dependency injection-ი იმაზეა, რომ გვაქვს ობიექტები, რომლებიც დიდ აპლიკაციებში ზოგადად ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ბევრი dependency შეიძლება გქონდეს ერთ კლასს, აი ჩვენ მაგალითად view model-ს შეიძლება აქ ჩაეწოდებოდეს ბევრი პარამეტრი, repository-საც შეიძლება რაღაც დამატებითი პარამეტრები ჩაეწოდებოდეს და ასე შემდეგ რა. მუღამი dependency injection-ის არის, რომ უბრალოდ გარეთ სხვაგან რომელიმე framework-ს, ანუ თუ coin-ი უფრო გისწორდებათ და coins-ს იყენებთ, ეგეთ შემთხვევაში coins, თუ hilt-ი უფრო გისწორდებათ და hilt-ს იყენებთ, hilt-ს, ანუ პროსტა ეუბნებით ამათ შენს აპლიკაციაში რაღაცები როგორ უნდა შექმნას და მე ერთ ადგილას უბრალოდ ამას რომ ან by view model-ის შემთხვევაში ეს view model შექმნის, მაგრამ by inject-ი რო გამოიყენო თუნდაც ხო ყველა ინფორმაციას რაც აქვს და გააჩნია coins იმის მიხედვით შეგიქმნის ობიექტს და პირდაპირ მოგცემს. ანუ პრობლემა რაშია ხოლმე რომ რეალურად შენ შეიძლება ბევრ ადგილას გჭირდებოდეს ერთი და იგივე ტიპი, ხო? აი მაგალითად ჩვენ ხა use case-ები არ აგვიხსნია ჯერ, მაგრამ რეალურად view model-ში, ანუ view model-სა და repository-ს შორის კიდე ერთი ფენა დგება ხოლმე, რასაც use case-ი ქვია რა. და ეს use case ისეთი ტიპია, რომ შენ შეიძლება დაგჭირდეს ძალიან ბევრ ადგილას აპლიკაციაში. ერთი use case-ი, რომელიღაცა შეიძლება დაგჭირდეს, რავი, 5-6 განსხვავებულ გვერდზე რა. და საქმე იმაშია, რომ იმ use case ჩაეწოდება repository, იმ repository-ს ჩაეწოდება service-ი, იმ ის service-ი იქნება retrofit-ით. ხო და შენ ეს ყველაფერი რომ ყოველ ჯერზე სადაც ეს use case-ი დაგჭირდება რომ ხელით არქმნა ეს კლასი, ხო? უკვე შენ ხო ერთხელ აღუწერე შენს coins ან hilt-ს, რომ ეს მინდა ესე იქნებოდეს, ესე იქნებოდეს ისე იქნებოდეს, ანუ ერთხელ აღუწერე, ეგ ერთადერთხელ coin-მა უკვე ეგ ინფორმაცია გაიგო, გაიაზრა და შემდეგში უბრალოდ by inject-ით ყვი და ავტომატურად სადაც დაგჭირდება, ავტომატურად დაგიწყობს ჩაგისვამ. შენ ერთხელ ეუბნები და სადაც დაგჭირდება, მაგ აწყობის პროცესს coin-ით ითამაშება. ეს ხო გავიაზრეთ. იგასი. რამე სირთულე ხო არ ყოფილა ამ თემაზე? რამე მომენტი ხო არ არის რაღაცა იბუნდოვანი რაცა არა? შეიძლება გავიაზრეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც რაღაცას ვერ ხვდებით დაუშვათ. ეგეთ რამე ხო არ არის. მე მგონი რომ დავწერე რა მე თვითონ რომ გამოვიყენებ, მე უფრო მივხვდები ესე მგონი რა. და მე თუ მექნება კითხვა. კი ბატონო, არ არის პრობლემა. და სანამ დრო დაგვრჩა ერთ რაღაცასაც გეტყვით, აი ეს იმის რა ქვია, აბსტრაქციის თემას მინდა დაუბრუნდე. რატო ვაკეთებთ ამას რა? რა პლუსი აქვს, რომ აი დომეინში რო გვაქვს test repository, რომელიც პროსტა აბსტრაქცია არის რეალურად რა და მე data-ში გვაქვს ამ repository-ის იმპლემენტაცია კონკრეტული.
საქმე რაში არის მეგობრებო რა? საქმე იმაში არის, რომ მე ეს რეპოზიტორი შეიძლება გამოიყენო ბევრ ადგილას რა. ანუ ეს რეპოზიტორი რეალურად მარტო view model-ში არ მოდის. ეს რეპოზიტორი როგორც გვახსენე, რეპოზიტორსა და view model-ს შორის კიდე ერთი ფენაა ხოლმე, რომელსაც მე ნელ-ნელა გავევლით ყველაფერს. use case-ი ქვია, ეს use case-ი გვახსენე. use case-ები ზოგადად დიდ აპლიკაციებში შეიძლება იყოს ათასობით რა, ანუ ბევრი, ძალიან ბევრი use case-ის კლასი შეიძლება იყოს რა. საქმე იმაში არის, რომ ყველა use case ჩაეწოდება რეპოზიტორი. ანუ რეპოზიტორი ისეთი ტიპია, რომელიც ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება გამოიყენებოდეს. ხო და ნახე ხა რა ხდება აბსტრაქციის პლუსი აქ რა არის? ერთ მშვენიერ დღესაც დაუშვათ შენ წარმოგიდგენო, რომ რეპოზიტორს იყენებ დაუშვათ 1000 სხვადასხვა ადგილას რა. ერთ მშვენიერ დღესაც მოხდა ისე, რომ რეპოზიტორში რაღაცა შეიცვალა დაუშვათ რა, უყურებდით რაღაცა ერთ API-ს, მე გინდათ რომ შეხედოთ მაგალითად რაღაცა სხვა API-ს რა, რაღაცა ლოგიკა რეპოზიტორში შეიცვალა, ხო, აქამდე handle-ავდით ყველაფერს რაღაცა operation status-ი გქონდათ, მე რაღაცა სხვაზე გადახვედით, რაღაც სხვანაირად handle-ავთ შიგნით success და fails დაუშვათ რეპოზიტორში, ხო, ან დაუშვათ გინდათ რომ სატესტო რეპოზიტორი გააკეთოთ, რომ თქვენ unit test-ებში გამოიყენოთ რა. მე რო აქ implementation-ი მქონდეს, აი ეგ ზუსტად მაგის გასაკეთებლად მსხუდავს რა და ბევრ პრობლემას მიქმნის. რეალურად, ნახე როგორი რაღაცა იქნებოდა. მე ხომ აქ implementation-ი. მე თუ დაუშვათ მინდა რომ ამის სხვანაირი ვერსია შევქმნა, რაღაცა development-ი გავაკეთე, ეს რეპოზიტორი მაგ 1000, 2000, 5000 ადგილას გამოყენებული დაუშვათ რა და ერთ მშვენიერ დღესაც მე მჭირდება რომ ეს test რეპოზიტორი შევცვალო. რა, ანუ სხვანაირი test რეპოზიტორი მინდა გამოვიყენო რა, ანუ სხვა კლასი მჭირდება რომ გამოვიყენო, დაუშვათ class test repository impl2 იყოს, მაგალითად, რომელიც არის ბევრად უფრო განსხვავებული და გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ასევე ჭირდება ეს სერვისი, ესეც იქნებოდა test repository-ის შვილი. ხო? ესეც იგივე test repository-ის შვილი იქნებოდა, პროსტა აქ სხვანაირად დაიჰენდლებოდა რაღაცეები რა, ანუ რაღაცეები შეცვალეთ, დაუშვათ და აი აქ სხვანაირად აკეთეთ რაღაცებს. აქეთ სხვანაირად აკეთებდით, გადაწყვეტეთ, რომ ეხა სხვანაირად დაჰენდლოთ რაღაცეები და გააკეთეთ მეორე ვერსია ამ რეპოზიტორის რომელშიც სხვანაირად ხდება რაღაცეები. მაგრამ ნახე საქმე რაშია, ორივე არის ერთი და იგივე აბსტრაქციის შვილი. შესაბამისად, მე თუ ამას ვიყენებდი 1000 და 2000 განსხვავებულ ადგილას და მე თუ დამჭირდება მე რომ ეს გამოვიყენო dependency injection-ის გარეშე და აბსტრაქციის გარეშე, მე მომიწევს რომ ყოველი ის ადგილი, სადაც მე რეპოზიტორს ვიყენებ, მივიდე იმ ადგილას და ხელით ამოვცვალო ამაზე რა. და ეხლა მე შემიძლია ავდგე უბრალოდ შევიდე რეპოზიტორი მოდულში და test repository implementation-ის მაგალითად აქ მივწერო ორიანი. რაც მომცემს იმას, რომ სად იყო ესა test repository implementation, რაც მომცემს მე იმის საშუალებას, რომ აი აქ მოდულში ერთხელ ამოვცვალე და უკვე სადაც მე test repository-ს მოვითხოვ, ავტომატურად ყველგან test repository ორი ჩამეჯდება. ეხა ხვდებით მოღავს? კი. ანუ შესაბამისად ჩვენ რეალურად ეხა ის გავაკეთეთ, რომ ჩვენი აპლიკაციის მასშტაბით ხო კოდი არის უფრო მოდიფიცირებადი რა. ანუ ჩვენ არ ვართ ერთ კონკრეტიკაზე დამოკიდებული. ზუსტად მაგას გულისხმობდა ის პრინციპიც, რაც მე ვახსენე. Solid-ის მეხუთე პრინციპია, რომელსაც ქვია dependency inversion-ი რა. რომ ობიექტი არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტიკაზე, არამედ უნდა იყოს დამოკიდებული აბსტრაქციაზე. აბსტრაქცია არ უნდა იყოს დამოკიდებული დეტალებზე, არამედ დეტალები უნდა იყოს დამოკიდებული აბსტრაქციაზე. იმიტომ რომ რეალურად აბსტრაქციაში შიგნითაც შეიძლება რომ რაღაცა დეტალებს ანუ კონკრეტიკებს იყენებდნენ რა. ხო და მოკლედ მუღამ ისა რომ გარე დონეზე ყველაფერი უნდა იყოს დაკავშირებული აბსტრაქციით. იდეაში პრინციპი ეგეთია რა. და აი რას გვაძლევს ეგ პრინციპი, ეგ ზუსტად ეხა ვახსენე რა, რომ რეალურად გვაქვს აბსტრაქცია და ამ აბსტრაქციის ადგილას მე შემიძლია ძალიან მარტივად ამოვცვალო იმპლემენტაციები ერთი ხაზის შეცვლით რა. ძალიან მარტივად. საქმე იმაშია რომ მე კიდე აქ მე ვახსენე კიდე კურსის დასაწყისში რომ გვაქვს ტესტები. გვაქვს ტესტები, რომელიც იმისთვის გამოიყენება რომ ჩვენ რაღაცა კოდს ვწერთ, ეს ტესტები ჩვენ გვეხმარება იმისთვის, რომ ჩვენი დაწერილი კოდი შევამოწმოთ რამდენად სწორად მუშაობს, ხო და ტესტებში ზოგადად მიღებულია როგორი რაღაცა, რომ ტესტებში ნამდვილ რეპოზიტორს არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ტესტი ისეთი ტიპია, რომელიც უნდა სრულდებოდეს სწრაფად რა და ტესტებში ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე fake რეპოზიტორებს რა.
ანუ რაღაცა თუ დაუშვათ ჩვენი რეპოზიტორი აფორმებს პოსტების ლისტს, მე გავაკეთებ რაღაცა ტესტებისთვის კონკრეტულად unit ტესტებისთვის გავაკეთებ ცალკე რეპოზიტორს, რომელიც რაღაცა სხვანაირად ნამდვილ call-ს არ გააკეთებს, უბრალოდ რაღაცა დამოკილ, fake list-ს ავაწყობ და მაგას დავაბრუნებინებ რა, ხო ხდება. შესაბამისად, ტესტების შემთხვევაში შეიძლება და კიდე ერთი მქონოდა აქ რეპოზიტორი, მექნებოდა ისედაც test repository ქვია, როგორი უსაუბრს არ უნდა იყოს, მაგრამ მექნებოდა მაგალითად ამ შემთხვევაში დავარქვათ test repository fake მექნებოდა, რომელსაც უკვე გამოვიყენებდი ტესტებისთვის. უშუალოდ ესეც test repository-ში შული იქნებოდა და coins ისე გავაკეთებდი, ისე ვეტყოდი, რომ კონკრეტულად ტესტებში მომეცი მეთქი ეს ტიპი რა და იმის გამო რომ view მოდელი რეალურად იღებს აბსტრაქციას, მე შემიძლია ნებისმიერ დროს ესეც გამოვიყენო, ესეც გამოვიყენო და ტესტებში შემიძლია fake გამოვიყენო რა. ანუ ეს აბსტრაქცია მე მაძლევს მოქნილობას. ეგ არის მუღამი. ხო გავიაზრეთ ეს ნაწილი უჭველი. იდეა შედარებით ბევრად მარტივი. როგორ? წინა თემასთან შედარებით მარტივია. просто გამოყენებაში როგორ იქნება მე რა. ხო, გამოყენებაში ეგ უკვე გამოსილების თემა არის. რაც უფრო მეტად გააკეთებთ, რაც უფრო მეტ აპლიკაციას აწყობთ და რაც უფრო დიდს, მით უფრო გაიაზრებთ ხოლმე მე რაღაცებს რა. ესე დასაწყისში ყველაფრის ერთად სრულფასოვნად შეკრა მაინც რთულია, მაგრამ აბსტრაქციის მუღამი ხა მაგალითად იმედი მაქვს რომ როგორც წესი უნდა მივხვდარიყავით, იმიტომ რომ ეგეთი რთულიც არ არის რა. უბრალოდ რაღაც ტიპი არის აბსტრაქცია, რომელშიც არ ვუმბობთ არაფერს კონკრეტულად, просто აღვწერთ რაღაცებს და მე გვაქვს იმპლემენტაცია, რომელიც ამ აბსტრაქციის იმპლემენტაციაა და შეგვიძლია ნებისმიერ დროს ამოვცვალოთ. ეგ არის მთელი მუღამი და dependency injection-ის მოკლედ ავხსენით. ეგ არის მოკლედ მთლიანი dependency injection-ი, ხო აქ ის არ გვაქვს. test implementation ორი წავშალეთ და მაგიტო ამას აწითლებს. ეს იყო მთელი dependency injection-ი, ანუ ხანდახან აი ზოგი არის ხოლმე dependency injections რო გაიგებს, გონია რომ რაღაცა სასწაულია, მაგრამ რეალურად ძალიან მარტივი თემა არის. არაფერი კომპლექსური აქ არ არის რა ისეთი. უბრალოდ ობიექტების შექმნაზე და ობიექტების პარამეტრებად ჩაწოდებაზეა. მეტი აბსოლუტურად არაფერს ისეთ კომპლექსურს ეს თემა არ წარმოადგენს, უბრალოდ ზოგს აქ ხოლმე ძალიან ისეთი რთული შეხედულება ამაზე წარმოქმნილი, რაც საერთოდ ეგრე არ არის. ხო, კიდე ერთი მომენტი, რომ რასაკვირველია, ერთს ვახსენებ და მოვჭეთ. repo იმაში შექმნა networking module-ში ხო აქ retrofit-ს ვქნით. მე რო room-ი მქონდეს, room-ში ხო გჭირდება კონტექსტი რა, database-ი რო შექმნა. ხო და room-ის შემთხვევაშიც რასაკვირველია, როგორც მე აქ retrofit builder-ი მაქვს, room-ის შექმნასაც გამოვიტანდი module-ში. ოღონდ მაგისთვის მექნებოდა სხვა მოდული, ეს არის network მოდული და მაგისთვის შექმნილი მაგალითად local modules ან local storage modules ან რაღაცას შექმნილი, ან database modules შექმნილი რა და X single-ში ცალკე ავწერდი რომ მაგალითად მექნებოდა single database builder-ი როგორც ახდება ხოლმე და get instance-ში აქ მე ხო მჭირდება get instance რა იყო და როგორც ხახას უბრალოდ ერთ-ერთი ამახსოვს, მაგრამ აი build-ს რო ვაკეთებთ. build-ს ვაკეთებთ, აქ ჭირდება რა, ერთი ჭირდება კონტექსტი, ხო? ანუ კონტექსტი რო დაგჭირდებოდათ, ჩააწოდებდით Android კონტექსტს. იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით, coins შეუძლია ნებისმიერ დროს ან აპლიკაციის კონტექსტი მოგცეს რა. აქვე გავთვლიდით მაგას და ანუ იქ თვითონ აპლიკაციის კლასს მივუთითებდი და სახელს მონაცემთა ბაზის, ну როგორც rooms ვქნით ხოლმე რა. ეგეც მოდულში გამოვიდოდა. просто ეს ხა საჩვენებლად ჩავსვიმი აქ network module-ში. რეალურად ცალკე module-ს გააკეთებდით მონაცემთა ბაზისთვის. ხო, ეგ ერთი მინდოდა მეხსენებინა, მოკლედ ეგ ნაწილია, კი ბატონო. всё. იდეაში dependency injection-ი მოვჭით, ავხსენით. თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ გამოვუშვათ, თუ არა და დღეისთვის იდეაში სულ ეს არის. უბრალოდ ერთი რაღაცის დამატება მინდა კიდე. ეხლა რასაც დავაკვირდით, ძირითადად ორი ადამიანი ვართ ხოლმე ლექციაზე რა და თუ ასე გიჩვენიათ, შეგვიძლია საერთოდ ონლაინზე გადავიდეთ, მაშინ რომ ეს ყველა არ ვიარო, თუ არ აპირებთ ზიარულს. ის იყო, მე სულად ვარ და მაგიტო ვერ დავდივარ თორე სხვა არაფერს. ხო, რავი, უმეტესობას თუ გირჩევნიათ, რომ რავი, ონლაინ იყოთ, მაშინ ჯობს რომ ონლაინ გადავიდეთ, იმიტომ რომ ძირითადად ისეთი მოცემულობა ხოლმე რომ ან 1-2 კაცი ზის ხოლმე და დანარჩენი ყველა ონლაინაა და ჩემთვის ონლაინი უფრო მოსახერხებელი.
რომ ვერ ვახერხებ ხოლმე რა მოსვლას უმეტეს შემთხვევაში და ეს ბოლო დროცა ბოლო ლექციებიც ონლაინ ვარ ახლა. კარგი, გასაგებია. მაშინ რავი, Discord-ში მოიწერეთ ვის როგორ გირჩევნიათ, ვის გირჩევნიათ ონლაინ და ვის მოსვლით და მაგის მიხედვით გადავწყვეტოთ. თუ ივლია შემდეგ კვირიდან მე ვივლი, იმიტომ რომ მოვიხოდე. კარგი. გასაგებია. ზოგადად ისე მირჩევნია, მაგრამ ვერ ვახერხებ ხოლმე რა და მაგიტო ონლაინ შემოდიოდა თორემ. უფრო იმაზე რამდენად მოახერხებ თორემ ისე მირჩევნია რეალურად მოვიდე და მან დავისწრო. ყველა ორი შეგრიჯობია ჩემსთაც. ოკეი, აი ჩანაწერს გავთიშავ. იდეაში დღეისთვის სულ ეს იყო.